ბიჭო ბევრჯერ ვახსენეთ მარგარიტა ამ გადაცემაში რა. ბიჭო, რა კარგი. და ვერაფრით ანუ ყველას გვახსოვს რომ შენ იქ იყავი რა და რა ბენდით იყავი, ეგ არავინ არ იცის. მე ვიცი. ეგ ძალიან უცნაური და ძალიან მაგარი. ვაფშე აი ესეთი ის იყო. მე მოვყვეთ თუ გინდა, ეხა რო არ ჩავხარ თუ გინდა. კი, ანუ მე გადაცემა დაწყევი. დავიწყე? ხო. ხო, მე მქონდა თაღაცა, მარტო. არა, ეგ არ გვაქვს ჩვენ. ანუ მთავრდება ზუსტად ესე უეცრად. მარგარიტა მექნება რა იყოს და. მარგარიტა როგორ რაღაცა იყო, იცი რომ მაგ პერიოდში რაღაც აი General-ში პირველი ბენდი რაც იყო, სადაც უკრავდით და აი ეს ლევანას ეს ტრეკი. რაც ყველა ალბომში გვაქვს რა. რას უკრავ კაცო? საღოლა ჩიკო. გამოვიწყდა. ხო, ანუ General-ის გახსენება მინდოდა და არ გამომივიდა ეს Lost-ი არის ძალიან ესეთი სიმღერა ლევან ბარათაშვილის, რომელიც მე მწვანე ოთახის ვერსიაში უკრავთ რა, ეხაც უკრავთ. და ეგ მაგ პერიოდიდან მე გადასვლა იყო რაღაც ჯაზური მასში რა, იმიტომ რომ ბოლოს რა ვუსმენდი იმას რა ქვია ლამის ნაპალმდეს თუ არა, ანუ ასე რაღაც Morbid Angels. სეპულტურას მაიკა გეცვა მახსოვს. კი და სეპულტურა მაგრამ იყო მარგარიტაზე რა. კი და სეპულტურა იყო აი რაღაც მე ეს ძიმე მუსიკა და მე უცებ რაღაცნაირად მასწავლებელი ან გიტარის მასწავლებელთან ჩემი მასწავლებელი კახა ჩიქვინიძე აქედან მივესალმები რაღაც მეთინით დავიწყეთ და გადავედი ან ჯაზი მანამდეც მიყვარდა მაგრამ რაღაცა მაგ ჟღერადობაში და მოვხვდი ამ ჯაზის აკადემიაში 96-ში და ვარა ესე გარდამოვალა ფრანკენშტეინებით რაღაც შენ რამ ხელა კაზაჩო მე 73-იანი ვარ აი 12 წელი დიდი ხარ ჩვენზე ხო ხო და ცოტა ისე ვიყავი რა აი კაზაჩოკები და სეპულტურას მაიკა და ვუკრავ იმას რა ქვია რა აი ხო General-ში გამოდიოდით მაგრამ იყო ჯაზის აკადემიის ბენდი სადაც მივედი როგორც გიტარისტი და წარმოვიდგინე რომ ჯაზის დღე იყო ცალკე მახსოვს ხო და იცი ეგ რა გვიდგინეთ დღეები რამდენი დღე იყო ჯაზ 3 ხო არ არსებობს ბიჭო მე მგონია რომ ერთი თვე იყო არა ნუ სამი. შენ გაქა ეს იყო ჯაზი რაღაცა როკი და ალტერნატივა და კიდე იყო რაღაც ესე იგი 4 3 არა 3 მახსოვს ნიაზა რა დღეს იყო არა როკი ცალკე იყო ალტერნატივა ცალკე არაში იყო აი მაგალითად ირაკლი და ბესელას ერთი დღე ნიაზა სხვა დღე იყო კოტერო გამოვიდა მასე სცენაზე ყუბანეიშვილი მახსოვს და ჯაზი კიდე სხვა დღე იყო ანუ 3 დღე მახსოვს და რობი იყო ცალკე რობი პირველად ცალკე ანუ ცალკე რა აი მე როგორ მახსოვს იცი პრინციპში ვინც იყო საერთოდ მუსიკალურ რაღაცაში ყველა იყო აქტიურად ყველა იყო მაგრამ ჩვენ არ დაგვაკრევინეს მე და კოტე კალანდაძე ყავდა ბენდი გაზის ბალონი ერქვა და სარეპეტიციოში მოვიდა ტიპი და ისე ძალიან ესე დიპლომატიურად გაგვაჯნეინა არ იყავი მან 15 წლის ვიყავი მე ბაკურასთან უკრავდი გიტარას ხო მაგას ვიძახი სხვადასხვა იპოსტასებით ანუ მე უკრავდი მართლა გეუნები იმას რა ქვია ელა ფიჯერალდის აი ელას ჯუკ ელინგტონისა თუ ამას all of me why don't you აი ეგეთ და ისმედო რა ქვია რა ციფროვკა და ბიჯექის ემპრას მაისურე მაგრამ ერთი ტრეკი მაინც შევაცურე მახსოვს იქ იმიტომ ბენთან ერთად გავაკეთეთ ცოტა უფრო ისე ცოტა მიჭერა და რაღაცა რაც მგონი რომ ყველაზე კარგი იყო იქ რაც ჩვენ ბენზინულის ყოფას დავუკარით და მართლა ყველა ეხა რო გავიხსენო რობი, ანუ ირაკლი თქვით ბესელა, ისა მადერები, მადერმანდეს afternoon version-ი, overbalance-ი, ძიმა, პირველი კამერა, მეორე, მესამე კამერა. ერთი. ისა რა ქვია, ვაიმე გამოვშტერდი. ეს ზღვა რომ შავია. გიგა რა, overbalance-ი. აი ბლომად ბენდი. ამორალი. ნიაზა სხვა დღეა. ხო, მაგრამ მე ვიძახი რომ აი ამ დღეების მაშინ არავინ არ იყო მეტი, ხო? და რობი, რომელიც რობის მენეჯერი იყო მაშინ გია არიან მახსოვს მანამშველობა აქვს
მახსოვს რომ მოვიდა და მე მქონდა Zoom-ის რაღაცა ისა რა ეფექტი. ალიციონს აკოსა მაჩუკა და აი ზედამთვარე მომდიოდა იმაზე რა და ციფრები იხატებოდა, ინთებოდა და რაღაც კნოპკები ქონდა. აი იმ დროისთვის და просто რო ათხოვო რა, მე ვთხარ რაზეა ბაზარი რა და რაღაც ესეთი მახსოვს კორგის ესენი მქონდა ჯეკები და ეს რობი მოვიდა, ეს გამხდარი ფეხები და ეს შორტი მოვიდა აი კონდორი, აი და მოვიდა და გავიცადეთ ახლა ერთმანეთ და მეუბნება რომ ისაო რა ვქენიო იციო თუ სცენაზეო გავატრაკეო გამორთეო ჯეკებიო რა გამოაძრეო და მე მოსმენელი არ მაქვს აუცილებელი ვაფშე რას მელა მე ეგ რას მეუბნეო მე რა პონჩი უნდა გამორთო ანუ რა არ გაგიფუჭდესო რა და ვართ 1.7 მეტრიანი ჯეკებია და მე სცენაზე ვარ და პროსტა უნდა გადაურთო რაღაც რა აი ეგრე ვარ ჩეთანხმებული და რობი რო ამოვიდა სცენაზე, ახსოვს დრამერს ეს ტიპოთლი ეს ლუდი დააცხა თავზე, ეს დაიწყო ლაივი და მივხვდი და ეგრევე ჯერ. მაგ რა იყო? ძუძუ იყო ტრეკი. ყველაფერს უკრავდა მაშინ. ეგეთი ექსტაზი ან პუბლიკის თან ეს სცენიდან უყურებდი მე ეგ რაც ვნახე მაშინ ხალხი რა მაგარი კრაუდი რა დღეში ჩავარდა რა აი ბოლოს რაღაც მართლა დაჯილდოება იყო და რობინ გაიმარჯვა ეგ ვაფშე კიდე იყო ისა Factor J ეგ არ ვიცი რომელმაც მოიგო ჯაზისის და მარის კლუბი იყო კიდე ზუმბა უკრავდა მან გიტარ დრამზე ანუ დრამზე უკრავდა გიტარით ზუმბა ირაკლი ეხა საფრანგეთში არის ირაკლი მიხა იყო არა კიდე იყო კახუჩელას ბათუმ Factor J იყო ბენდი ეგ ჯაზის დღესა გავახურე ხა მე Factor J იყო ბენდი მიხა იყო საქსზე კახუჩელა იყო დრამზე კიდე მაგარი ინსტრუმენტალისტები ეგენს მაგრა ადუღებდნენ მაგრამ მოიგო ამ რა ერქვა ზუმბა ერქვა მართლა აღონ სხვა ზუმბა იყო ხო ჩვენ მაშინ პანკები ვიყავით ჯაზის დღეზე არ დავდიოდი ანუ ეგ ყველა არ დავყურები მოკლედ ეს როგორ ვერ დავპროსტა არ შეიძლება ხო რა ეს საეტაპო ვეშია მგონი On Monday I was looking for the sun. ეს ვიცი. So nothing in the ეს სიმღერა. General System. მართლა. ეს 24 პონჩი ვიცი. ხო, იმიტომ რომ ყველა იმაში ვაკეთებთ მაგას რა. როგორ იცი რომ მეგონა რომ ვაფშე რაღაცა სიმღერის სემპლი იყო? რა? აი ეს. მეგონა რომ კავერია რაღაცა მცხოვრის სიმღერის. რაღაც სიმღერის, ხო? ხო, 93-ში ჩავწერეთ ეგ მე ეს როდის გადაბარგდით წვანე ოთახში. წვანე ოთახში გადაბარგება არის 96-ში, აი რომ რაც მოყევით ჯაზ. ანუ მანდ რომ მოხდი, იცი რა იყო ძალიან გამიმართლა რა. მადლობა ყველას, ყველა ხარი დამიჭირა ოჯახმას და იმას რომ შემეძლო ეს მეკეთებინა. აი წარმოიდგინე რომ იყო რაღაც სასწავლებელი, სადაც მიდიოდი დილას. ქონდა სარეპეტიციო, იყო 2 სართული და იყვნენ რაღაც კინოშნიკები, ვიდეო არტი რაღაცა, მუსიკოსები, ხმის რეჟისორები და სარეპეტიციო ქონდა და სულ ვუკრავდით. და ვუკრავდით სხვადასხვა კომანდები მოდიოდნენ რა. ჯემის რეპეტიციაც, ასე შემდეგ და თან ქონდა ლექციები. ეს ხდება? ეს ხდება მუსკომედიის ეზოში, ახლა აი ლეხანოვზე? ლეხანო, იქიდან რო ამოდიხარ, აი სანაპიროდან რო ამოდიხარ. დოის სადაც იყო ხო, ძველი ხო. აი ახლა აღარ არის ეგ შენობა, მან ხდება ეგ ამბავი. მეც მახსოვს ეგ უკანა შენობა იყო. აი უკანა შენობა იყო რა, მან ხდება ეგ ამბავი და თან როგორი პონტი იყოს ლექციები და ასე შემდეგ, თან ყავდა ძალიან კარგი მასწავლებლები, ასე ვთქვა, აი არ არის არ ეწყინება, მე მერა ბოძელაშვილი მასწავლებელი, ანუ ეგეთი ბედნიერება რო დაგემართება, რომ რაღაცა შეიძლება გასწავლოს მერაბმა, ანუ გითხრას, მოგიყვეს და ნუ ეხა ნუ გარდა მაგისა მერაბი ოძელასი ვინმე იყო? არა. მერაბ დღემდე კონსერვატორიაში და ჯაზის მიმართულებით არის, რა გითხრა, ანუ მთელი ის არის ცოდნის ეს არის რა. და მანდ დაიწყო რა, მოკლედ წვანე ოთახი, იმიტომ რომ მანდ რაღაც სტუდენტობაც გააგრძელდა ჩემი. ანუ ბექა მანდ გაიცანი? ხო, და ბექა გაიჩნდა, როგორც ბექა გაიჩნდა, მოვიდა, მახსოვს, რაღაც, ნუ, ეგ თაობა იმენა ჰიპ-ჰოპზე იჯდა უკვე რა, იასნი, ანუ თუფაკი და
მთელი ამბავი. ანუ ბექა ეგეთი მოვიდა? კი, ხოლა ბექას, იმიტომ აქ აი ყველა გრუვი, ბასი, ყველაფერი არის ის არა. ხო, მეც არ მიფიქრია. კი, ანუ ბექა მაქსლეიფით არის. ის არის რა ქვია რა, ანუ ჰარმონიას და იმას თავი დავანებოთ, ანუ არ გიჟია რა, ძალიან მაგარია, მოკლედ პარტიოთ რო თქვა, კარგი გაგებით. მან დაიწყო მწვანე ოთახი, იმიტომ რომ 99-ში ძალიან ბევრი დამიგროვდა ინფორმაცია რა და ჯენერალსის მერე ვუკრავდით რაღაც ბენდი იყო, ელიტა იყო კლუბი, ვუკრავდით. მახსოვს დამყოფილი. ელიტა. იქამ. ვერას ბახში. ჭადრაკის სასახლესთან თუ რაღაცა და ვუკრავდით რაღაცა ვითომ მოდალ just to კაცმარიცისას ვუკრავდით რაღაცა 16 წუთიან ტრეკებს, რაღაც 63 კვადრატიანი სოლოებით და ანუ ეგეც გამოსtildeება იყო რაღაცნაირი რა, ეხა და ბექა იქ გავიცანი, მახსოვს როგორ ამოვდივარ იმაზე. ბევრი ინტერვიუში მაქვს ეს ნათქვა იმარ, ეხა რა იგრე იყო და ხო არ მოვიგონებ ახალ ამბავს, ანუ ამოვდივარ ესე ჯაის აკადემიაში, აი როგორც სახში იქ ვიყავით ღამით და აი რა ხვდები რომ რა ბავი იქნებოდა ხო და ამოვდივარ და მესმის ისა მაფანი ვალენტაინს უკრავს ვიღაცა მღერის ვიღაც ვოკალისტი ნათია იყო დიხტიარი და ვიღაც აკომპანიმენტს რაღაცა საოცრად მაგარი აკომპანიმენტია რა. იმპერიო განსაკუთრებულად საყვარლობა არის ეს ეგრო გესმის რა. ეხა უკვე ბევრია მუსიკოსი და ბევრი. არა, ეხა რა შედარება, არა, უბრალოდ იქაც რა, აი როგორ ახსნა რა, აი აკორდი ხო არის აი ესეთი რა და არიან ხოლმე რომ იმპერიოში ძალიან ესეთ გაშლილი კარგად უკრავდა. არა, პირიქით აქ რაღაც როგორ თქვა რა, უფრო აი სეკუნდე შემოწეული ძალიან გემრიელად რაღაცას უკრავს ადამიანები, ვინ არის? გამოდეთ შემჭა ხელში ბექა, რომელსაც ვიცნობ და მაინც სხვადასხვა და ჩვენ რეპეტიციებზე მოდის, გვისმენს, არ უკრავს ჯერ ჩვენთან ერთად რა. ბექა ჩვენზე პატარა მოშნა? კი, ერთი ჩემზე პატარა არის 8 წლის. თქვენზე არა. ჩვენ ხელა. თქვენზე პატარა არ არის. ჩემზე ერთი 8 წლის პატარა და ჩვენ ხელა. ვახ, მე ვიფიქრე და საიდან იცი მე ვთქვი ეს ანუ ეგრეთი კაკომპონენტი. აი ამას როგორ გზნობ? ხო, ანუ მე ჯერ ეს ყური თავი და ნუ რამოდენიმე ვიღაცა მუთხრა ეს აკორდი, მოკლედ რა. ხა ნიჭიერი ვარ ადამიანი და თან მუსიკალური. და ისაო რა ვიცი რა თქვენ გისმენთ რეპეტიციებს ოთ რაღაც. აი მე ვთხარი რა თუ ჩემს ხო არ გაგიშდი და მე 99-ში ეგრე ვთხარ ბეხას ეხა ვაკეთებ ბენდს თუ მინდა გავაკეთოთ მოდი ანუ 19 ამბავი. ფილმ 99 ვიმუშავებ ერთად, ტრეკები რაღაცები უკვე იდეები მაქვს და პირველი რეპეტიცია გვაქვს, კი არა, პირველი ეს გვაქვს, ასე ვთქვათ, ახალი ბენდის, რომელსაც ჯერ მწვანე ოთახი არ ქვია შეკრება, სხედვართ ორნი და დაიწყო სამათაიმით რა. უბრალოდ ეგეთი თან ეხა ძალიან ცნობილი თემაა და რატომღაც ეს დავიწყეთ თამაში ამ თემით და is sometime ხوارი და and living is easy ოღონდ ორიგინალში სხვა აკორდია და ამან მეორე აკორდი რაც აიღო აი მან ეგრევე ეგ არის რა ანუ ეგ არის მწვანე ოთახი მაქიდან დაიწყო რეალურად დღემდე უკრავთ ხო მაგ დღემდე კი და ერთ-ერთი საყვარელი აი ბოლო ლაივზე მე მაგასაც ავიც მივალთ იმედია მაგრამ აუ ბოლო ლაივზეც მოყავი სად ქონდა ბოლო ლაივი ბოლო ლაივი ქონდა ნიუ-იორკში ძალიან მაგარ რესპუბლიკა ყავდა აი ძალიან კარგი პუბლიკა და თან ახალი პუბლიკა რო არის ქართველები და არა მარტო ეგროდის ეხა ხდება აი ხდება ერთი როდის 9 ივნისს ხდება ეგ ეხლა ფლატ ხო ეხლა და წინა დღეს ქონდა 39 ვერაფერს და ყველანაირი წამალი დამალევინეს რაღაცნაირი ამერიკული ფერადი ასეთი აი ანუ ართული არა ხ საუნდჩეკზე ხვდები რომ არ მაქვს რა ეს აი ხ სამათაიმის ოქციონი მი უნდა ავიღო და ის მი კი იღებ მაგრამ არ ვარ რა კარგად აღარ ვიცი რა უნდა ვქნა და ბექას უთხარი რა საუნდჩეკის მე ხო შეიძლება მოხსნა თქო რა პოსტო გეტყვი თქო რა ეს ტრეკზია ბაზარი. მეხუთე ხო და ეს თან ისე მიყვარს ეს ტრეკი, ანუ როგორ გითხრა ამას როცა ვუკრავთ თან ძალიან კარგად იკრება ბენდი უკრავს კარგად ისეთია რა, იცი როგორი აი რომ ძალიან კარგი გრუვი აქვს, შეგიძლია გატეხო, შეგიძლია იქ ცოტა მოკაჩო, აი ცოტა ის რეალო რა რაღაცნაირად და
ძალიან მენანებოდა ეხა ეგ მაგრამ ძალიან კარგი პუბლიკა იყო და მახსოვს რომ აი პირველ სამ ტრეკზე უცებ ხვდები რომ აი ვიხსნები რა რაღაც ოფლი იყო ქვემოთ გუბე დგას ჩვენ მენეჯერს თხოვე პირს ახალს იქთხო და ანუ პუბლიკა ანუ როგორია იცი რომ აი როცა აქ გყავს არის როცა სტეიჯზე ხარ და სადღაცაიდან ეგეთ რამეს ვერ გააკეთებ რა ეგეთი უშუალო ურთიერთობა არ გამოგივა და რა ვენიუებში უკრავთ თორე ანუ რა დარბაზებში არა ერთი იყო ერთი არა სამი ქონდა ერთი იყო ივენთი რომელსაც ჩვენ ორგანიზებდით ასევე და ეს იყო რაღაცა ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებული რაღაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ამბავი და ეგ ფილდზე ეგ დიდი ის იყო რა ქვია ასე ვთქვათ დიდი შედარებით დიდი პროდაქშენი რა. იყო ხალხი? ხალხი ნორმალურად კი, უბრალოდ ხო რაღაცა პრომოს და იმის გარეშე ხდებოდა ყველაფერი, დიდი პრომო არ ქონა, რაღაც ბოლო მომენტში მოხდა ყველაფერი რა და ხალხი იყო, ამინდი იყო, შესანიშნავი, ანუ ნიკა ჩოხელი ძალიან მაგარი ლაივით, ანუ ნინი აირისი იყო ლაუდების ლაუდსპიკერსის შესანიშნავი ლაივი იყო და ასევე ნუ ბექასი კოჩიაშვილის ბექა ლუკა თოფურე და მიშო ურუშაძე და ნუ ჩვენ კარგი იყო რა ანუ კარგი იყო ხა ლაპარაკობდით ხმის რეჟისორი ვინც იყო ამერიკელი ძალიან მაგარი პროფი საუნდტრეკზე რო გვისმინა და საუნდტრეკი დიდი ხანი გქონდა რა ამიტომ რომ ნამგზავრები ვიყავით და ანუ ცოტა რეპეტიციაც გინდა თან რაღაცა იქ რაღაც მუსიკოსებს რაღაცები უნდა ინახათ ერთმანეთის და გვისმინა და ბოლოს ანუ მოეწონა ძალიან რაღაცები და რა ვინ ხართ? საიდან რატო ხართ ეს ყველა სხვადასხვანაირი მუსიკას უკრავს? ყველა გითხარი კიდევ ყველაზე მაგარი შეფასება არის ხმის ოპერატორს რომ მოწონს, იმიტომ რომ ხო ხდები სამსახურე მაგის და ეზიზღება ყველაფერი უკვე რა. ანუ აი მახსოვს ნიკამ რომ დაიწყო Imagination თავისი ისოში, აი თან სცენაზე ვარ ხო მუშაობ თან რა რაღაც ტექნიკურ ამბებზე და გევართ ხა ერთად მე და კაცი მუშაობთ ხა ერთად და უყურებ ხა აი ემოციას ხო თქვა კიდია რა ყველაზე და ბოლოს ბექაზე რო თქვა რომ ეს ვინ არის მე ბექაზე ეს მე ვთხარი ეს არის ჩვენი კოსმონავტია ვთხარი ამას რო უყურებ ხო მოკლედ ეგეთი ამბავი აი ლაივი და კარგი პუბლიკა კარგია და თავისუფლება კარგია რა ის საიდან გაეძრო მის იდეა რასაც ყოველ წელს ვესწრებით იდეა საიდან გაეძრო და მაქიდან ანუ მუსიკიდან ისევ ჩვენ ახლა სტუდიაში აღარ მახსოვს 9 მუსიკიდან ისევ აი მე ახო ბექა მუშაობს სტუდიაში სული ქვართ ჩათვალე ახოს და რაღაც ქონდა ჩვენ სტეპ რეკორდსი მე ვარ მომსწრე ვაფშე ამის და ვახოს დაჯახების გახსოვს? სერგისთან ვიყავით რაღაცა ინტერვიუზე ჩვენ სამნი, სვაში ცალ-ცალკე და შენ მე მითხარი, მაშინ ახალი გამოსული იყო სიროკი ჩემი კლიპი და ვახოს ქონდა ჩემი ალბომი, რომელიც ჯერ გამოსული არ იყო მოსმენილი ლემოშზე. შენ მითხარი, რომ ბიჭო, აი ესე თუ ქართულ სიმღერებს თუ დაწერო რა, მაშინ იყო ქართული ჩანაწერიო რა, მაშინო აგიყვანთო და გარს ჩაგაწერინე და რამე და ვახომ გითხრა რომ მაიცაო და გახვედით მახსოვს იბაზრეთ და ყარში ერთადო რაღაცა გავაკეთეთ. ხო, ცდელობა იყო, ისი არის, პირველი ცდელობა იყო რაღაც ლეიბლის გაკეთების. ანუ რაც წარმოდგენილი გაქვს რომ აი გააკეთო და მუსიკოსებს ნოქო. შენი პირველი ალბომი. კი. და პირველი ისა ვიდეო ის ლიფონაუმ რაც სტარი არის ხო სტეპ რეკორდსის გადაღებული. ალბომი არა ჩაწერილი. ალბომი მე ჩაწერე მე ლემონ ისა ლაივი ჩავწერ რადიო ლაივი გამოვეცით სტეპ რეკორდსით. ეს ჩვენი რაღაც სცენი იყო რა მაშინ თან რაღაც მე სტეპ რეკორდს მაფიაში გვაჯი არ არის? არა ვიყავ მე ვახო ბექა დავიწყეთ ეხლა ლეიბლი არ გამოგვივიდა დიდად ლეიბლის სხვა ამბავია კიდე რა და რაღაც იმით ვიყავით შთაგონებული აი დომინო რეკორდსი იყო ხო რომელსაც აი იქ ხიეს რამოდენიმე ბენდი რა თან იყვნენ ჩამოსულები გახსოვს მაგ დაუკარით და რაღაც British Music Nights რაღაცა სხვა და ნელ-ნელა ცოტა ივენთებისკენ წავედით რა უფრო ივენთებისკენ წავედით რამოდენიმე რაღაც გავაკეთეთ და ეხა ისედაც
ბავშვობიდან ხსულ ვუდსტოკი გაქვს თავში და ანუ რაღაცნაირად ან ყველას უცნება იყო დიდი ეგეთი ფესტივალი ბავშვობაში რა. იცი რა არის, აი რო უკრავდა თქვათ, აი უკრავდა მაგალითად აქ Young Georgia Lolitas live ხო და იყო რამოდენიმე საკაიფო venue იმას პლეხანოვზე თუ სად იყო ცოტა basement-ში იყო სადღაც Fly კიდე ბერლინი იყო. მაგრამ ეს იყო გროვდებოდა სადღაც ნუ ალბათ 1000 კაცი ხო? მაქსიმუმ მაგდენიც არა. ნუ 1000-ის range ვიძახი რა. просто არსებობდა რწმენა კი არა ზუსტი შეგრძნება რომ შანსი არ არის რა ამ ქვეყანაში სადაც ეგეთი მუსიკა აი რაც ეხლა რასაც ვიხსენებდით მარგარიტას ან 90-იანებში რანაირი მუსიკაც აქ ხდებოდა გამორიცხულია რომ ეს მაგრამ თქვენც გაზარდეთ სვენ ჰაერიდან არა კი ბატონო კი მაგრამ ხო უნდა დაიჯერო რომ ეს ჰაერიდან ხო არ მოდის ეგეთი რაღაც რა აი როგორც დღეს ხო ვიღაცა და ნიუკამერებზეც ვიტყვი რომ არ არსებობს რა ყველა ვარიანტში ძალიან ბევრი ვართ და 2009-ში რო გავაკეთეთ მანამდე ხალხს არ ეგონა რომ ნუ ხალხს ვიღაცებს არ ეგონა თუ აი სპორტულ ივენტზე მოვა ხალხი არა მანამდე გავაკეთეთ ტიკეტებს და რაღაცებს ცოტა ადრე პერიოდია უფრო ეხა იქ უკვე მისახვედრი იყო რომ ანუ რაღაცა ტუსოვკები არის და ჭირდება ეს ხო არ არის რაღაცა ერთი ჟანრის რაღაცნაირი ლაივ მუსიკის გამაერთიანებელი ისა რა თან ის ამბავიც რაღაცნაირად კარგად ჭყალებში კაი გაგებით გამოვიყენეთ მაშინ როცა ევროვიზიაზე არ გაუშვეს მაშინ ის ბენდი ჩვენი და რაღაც ალტერნატიული რაღაც სადერ გაუშვეს აი ევროვიზიაზე არ გაუშვეს სტოპა ადოვონა პუტინ რუსეთში იყო და არ გაუშვეს და ალტერვიჟენი მაგიტო ქვია რომ ევროვიზიის ალტერნატიული ვერსია მაშინ იმას ვქო რომ მედიის რაღაც ყურადღებაც მიგვეპყრო რაღაც ცხოვრებიდან თორე ხა ფესტივალი მილიონტარდება ხო მოკლედ სწრაფად რო ვთქვა მარტივად ეგ მაშინ თქვით რომ ეგ იყო თავარი რომ აი ესეთი რაღაცა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში რომ просто იურმალას არ ელოდებოდეს ეს ხალხი რა და მართლა მას ელოდებოდა იურმალაზე ვინ წავა მაგ მედიაშიც განიხილებოდა და რაღაცები რა ხო ხდები პირველ ევროვიზიაზე თქვენი ყავით ჩართული მე რო ინგლისში ცხოვრობდი ჩამოხვედი ჩვენ გავაკეთეთ პირველი მაგრამ ერთი არის ეგ ნუ კიდე ცალკე თემა არის რა სირთულეები აქვს მაგ იმას მაგრამ მე ვიძახი აი ცოტა რუსულ კონტექსტში რო ხარ რა რუსულ კულტურულ სივრცეში პოსტსაბჭოთა იქ რაღაცა და აშკარად მეტის პოტენციალი გქონდა და გვაქვს და ფაქტია რომ გვაქვს ფაქტია რომ გვაქვს და ნახეთ მოკლედ მოვიდა წელს რაც ხდებოდა ხა ოპენერზე რა ვიცი ქართულ ბენდებზე მაგამდე მივედით ჩვენი დამსახურებაც არის ეგ და არა მარტო ანუ დამსახურებაც რომ შესაძლებელი გახდა რომ ქართული ლაინაპით ისეთი კრაუდი იყოს და ისეთი მაგარი იყოს. ნუ ეხ ამას კიდე სხვა მიზეზები რეალურად შეწყობა იყო, ოღონდ სუდი კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მაგისი რომ ხო, ანუ ექსპლუატაცია სადაც ხო და რაღაცნაირად ჩვენთვისაც რთული გადასაწყვეტი იყო საერთოდ ფესტივალი და ძალიან ბევრი ვიფიქრეთ როგორ უნდა გვექნა ის რომ ნორმალურად ყოფილიყო ეს ყველაფერი და უბრალოდ თავარი რაც იყო ახან წნევნდა ფესტივალზე თქვით ანუ რომ ყველას ხმა უნდა ისმოდეს ამ ფესტივალზე ყველას ხმა ანუ იქ იქნებიან თქვათ თეატრალები თქვათ იქნებიან არ ვიცი სხვადასხვა კომიუნიტები არ ვიცი რაღაც მუსიკალური ლეიბლები თუ ისა რა ვიცი ხა რა მაინტერესებს როგორ ფიქრობ შემდეგ წელს თქვათ არა მაგრამ მომავალში აქვს პოტენციალი ოპენერს რომ ისე მხოლოდ ქართული იყოს ლაინაპი იცი რა არის ერთი რაღაცა უნდა თქვა აუცილებლად საერთოდ ქართულ ლაინაპს რაც შეეხება ოპენერი არის წინა პლანზე და ნიუკამერები არის მაინც უკანა პლანზე სატელიტი პროექტია რომელიც ნაკლებად ჩანს და უფრო მუსიკალურმა კომიუნიტიმ იცის და ეგეც ჩვენი პრობლემაა ხო ანუ უფრო გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს მაგ პროექტს სადღაც 1000-მდე პროექტი გვაქვს მოსმენილი 15 წლის განმავლობაში რა ყველა ბენდი ვინც ვიცით 90% ყველა იყო იქ რა ანუ ყველა ცნობილი ბენდი არის გამარჯვებული ნიუკამერსი მათ ხო ანუ აი ვინც ეხა არის ხო ერთ-ერთი კიდე ვიზახი ეს არ არის ერთ-ერთი საშუალება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით აი ამ პროექტს კიდე უკან ოპენერსაც აქვს რომ წელს 77 ბენდი შემოვიდა, რომელიღაც წელს 80, რომელიღაც წელს 120, რომელიღაც წელს 50, ხო?
ამ ხალხს, ამ მუსიკოსებს აქვს საშუალება ერთმანეთს მოусმინონ რა, მოვიდნენ და საერთოდ სხვადასხვა ტიპებს, სხვადასხვა ჟანრებს ვაძლევთ მაგის საშუალებას, შოუქეიზზე იქნება თუ მანამდე, ან თუდაც მის მიღმა მოისმინონ ეს ტრეკები ლაივზე მოვიდნენ, იმიტომ რომ რაღაც 77-დან თქვათ 20 შოუქეიზზე ისმენ და მე 10 უკრავს ლაივზე, ხო? კონკურსი არ არის, რაღაცას ეძებ, ხო? რაღაცა ამბავს ამაში და იმდენი საინტერესო ხალხო იმდენი საინტერესო რაღაცა მინახავს ამ წლების განმავლობაში მარტო ერთ რაღაც ჟანრობრივ იმაში ხო აი აქ კლასიკური მუსიკა არ არის ფოლკი არ არის თქვა სიტყვაზე აქ ან pure jazz-ი არ არის ესეთი ხო მაგრამ ეს ელექტრონიკაც ხო არის კი იმ დღეს კოკამ ჩამიგდო გაუგიჟდი კინაღამ ლაშა კიქსი ერთ-ერთი წლის გამარჯვებული ხო იყო იცი რა ჩამიგდო შეიცვალა სახელი პროდიჯის რაზაგრევზე არის ტიპი და სკრილექსთან ერთად აქ დუეტი კი ბატონო და ლაშამ რა ქნა ის ლაშა კიქსმა მახსოვს ამაზე შოუქეისზე რა შოუქეისი გვაქვს ჩვენივე ოფისში რა ანუ ხან რა შეგვეძლო და ხან როგორც ისე მოვათრევთ ამ პროექტს და ჩვენი ოფისში გვაქვს სპორტ სასახლეში და მახსოვს რომ მარტო დგას ტიპი და ჩვენ ვართ ნუ ეხლა 1-15 კაცი ხო ეხლა ლაივი ხო არ არის და მახსოვს რომ დაიწყო და მაშინას დაბი მიცა და შეხტა მაგიდაზე და მაგიდაზე შეხტომაზე კი არ არის პოსტად ის ჩაატარა პერფორმანსი მახსოვს პულტთან როგორ იქცეოდა ბენდმა ანუ best band რომელიც გახდა შოუქეიზზე ისეთი რაღაცა გვიქნეს და ლაივზე ვინ თუ იყავით ვინმე ანუ შოუქეიზზე ანუ კედლებზე გაგვიყვანეს ისეთი მაგარი ენერგია ქონდათ იმიტომ რომ ტიპი რო დგას მაგრა ევასება რასაც აკეთებს აი ძალიან თავის თავში არის დარწმუნებული 100%-ით და გადუღებს რა და შესაბამისად ეს ჟანრი არ იყოს აი არა რეალურად ეგ არ არის მუსიკა რომ დაგაჯეროს რომ გულწრფელია ნაღდია იმიტომ რომ ეხლა რაღაცა მოდი შენ ფრონტმენი იყავი მოდი არ არსებობს ერთ პონტი ხო და ამათმა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მუსიკალური ის იყო პროსტ ლაივში მენად ლაივში მახსოვს რომ დაგვაჩოქეს აი ესე გააკეთეთ და გააკეთა პუბლიკამ ცუდი გაგებით კი არა რაღაცა ჩაგვიტარეს და გააკეთეს და რო გამოვაცხადეთ რომ მოიგეთ ისე გაუხარდათ რომ ჩემი მეგობარი მახსოვს გვერდზე მაინდამაინც დიდი იმითი არ გამოირჩევა გულჩვეულობით და ცხარეცრემლი ტირო მაგრამ თქვი რა ბენდია რომ რაღაცა პრომოუშენიც გამოვიდეს სიფი ანუ სიფი ამონდი ესე დავარქვათ რომელიც დადგა სცენაზე და წელს სამწუხაროდ არ ქონდა საშუალება რომ მეტი ბენდი ყოფილიყო სხვა წლებში უფრო მოგეთ მინდოდა მე თქვა ამ პროექტზე იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და პროექტი კი არ არის ჩემთვის ეს არის ეგ რომ მოვიგონეთ აი რომ პირველ კითხვას დაუბრუნდები იმას რომ რატომ მოხდა ეგ რა გვინდოდა იცი რომ ნიუკამერების საწყისი ეგ იყო ის კი ვიღაცა შეგვეფასებინა და ჩვენ გვინდოდა რომ სადღაც გარაჟში რომ ბენდია რომ მოვა ნახან ხე ლეიბლში დიდი ის არ ქონდა თავი იგზნოს მუსიკოსად რა რო ვიღაცას აინტერესებს რა ვიღაცას აინტერესებს ასაკეთებს ეს ნახოს და პირველ წელს დაჟე რაღაც ტრიუკი ჩავატარეთ რომელიც იყო სრული მოვიგონეთ ისეთი რაღაც რომ ბენდები რო არჩიეთ რაღაცნაირად ჩავაცვით რაღაცა ისენი მახსოვს ეგ და დიდი პროდუქცია ბაიკებით შემოვიყვანეთ და რაღაც და არა სპორტის სასახლეში ხდებოდა ნიუკამერებზე ვიზახია რა და აი რა იყო ის რომ აი აუცილებლად მოდი დაუყენოთ იქ რაღაცა დაყვებოდეს ვიღაცა იმითი განა რაღაცა მაგრამ ბექსტეიჯზე რო შევა თავის სახელი უნდა ეწეროს ამას აქვს მნიშვნელობა რა ისე იბუსტება ტიპი ეგ ის პერიოდია თან რო ანახო რომ როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება როგორი ხო და მახსოვს პირველი ტრეკი რო დაიწყო მაგ იმისი ის არის რა ქვია ისენი უკრავენ მაგ Me and My Monkeys იყო მაგ წელს და Me and My Monkeys არა ვაიმე ღმერთო ჩემოვე გრინჩი არის და კიდე და ის იყო რა ქვია ბატუმელი ლეონი იყო არა გრინბილი ლეონი არა ან მაგასთან ერთად იყო ის ასე ჩუვაკი ხო ფორესტი და ეგრო დაიწყო ამათი აფსოსად რაღაც შეეცოდა ეგრო დაიწყო ხო ეგ ჩანაწერი როგორ იყო და ენს აქვს შორე
მეტალი იყო თუ არ ვიცი ნებისმიერი სხვა ამბავი. ეხლა იმის მერე ძალიან განვითარდა რა, ეხლა გრინს მაგ ტრეკზე იმის მერე მახსოვს რომ ბენდებს ტრეკების ნაკლებობა იყო და იმის მერე იმდენად განვითარებულია და იმდენად როგორ ტექნიკურად კი არა შიდა ბალანსი ბენდის და ხო, ტექნიკურად კაი ჯგუფები გახდნენ ეხლა. ადრე არ ქონდა გეუნები ბას ტიპს არ ქონდა არაფერი არც კომბი არის თქვა და აი რაღაცა ის ეფექტიც არ ქონდა და ჩვენ შევქმნით რაღაც stage crew და მაგაზე წდება ხოლმე გული ხანდახან რომ ვიღაცები მეუბნებიან რომ შეუძლებელია ანუ ნიუკამერების დროს 2 წუთში ვაწყობდით ბენდიდან ბენდზე სრულიად გამოუსთელ ბენდებს და იცი რატო ვაწყობდით იმიტომ რომ ყველა მიცოდა რას აკეთებდა სცენაზე ანუ რომ დამთავრდებოდა ბენდი ვიღაცას ებარა პროსტ 3 კომბი და რაღაცა. ასევე გამოუსთელ ადამიანებს პირველად და სანამ არ ვნახავდი ყველას ჩაწერს, ყველამ რა ჩაიწერა, რაღაც მანამდე თავიდან ეგეთი ტრენინგი ქონდა და მუშაობდა და ეხლა შემდეგ წელზე დაიწყეთ უკვე მუშაობა თუ ჯერ ხო, კი, მუშაობა დავიწყეთ რაღაცეებზე. ეხლა უბრალოდ ვერ მოყვები კი არა, დასამალია უბრალოდ ძალიან საინტერესო რაღაცაზე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რაღაცაზე მუშაობ ხა. რაც შეიძლება ალბათ ჩემი აზრით რაღაცნაირად საეტაპოზეც კი. ვნახოთ, არ ვიცი, ყოველთვის მან მაგრამ აი ძალიან ბევრი რაღაც პრობლემა იყოს და ასე შემდეგ, ყოველთვის უნდა იყურო წინ და არ უნდა ჩარჩე რაღაცა წარსულში და არ უნდა წელს იყო აი ძალიან მაგარი. წელს მაგარი ხალხო, წელს იყო ყველაზე მაგარი ოფენერი, რაც ჩაგვიტარებია, ყველაზე მაგარი. ანუ, იმიტომ რომ ყველაზე მაგარში გულისხმობ რას? ენერგიას რა, crowds, აი წარმოუდგენელი მე ხო სცენაზე ვიდექი მთელი ეს ხანი ხო იქიდან კიდე ძალიან კარგად ჩანს რომ იცი რა მოშიებულიც იყო ხალხი ეს ბოლო 6 თვე ხო ქონა ეგეთი როგორიც იყო რა თქმა უნდა მაგრამ ადეკვატურ ანუ შეიძლება ანუ რაღაც მომენტში იყოს აფრთხე რომ კრაუდი მტრად გადაიქცეს იმიტომ რომ რაც ჩვენ ხე იქ მოვაწყეთ იყო სრულიად არა ძალიან ისეთი გაგებით ვაკიდა ანუ სრულიად დაუშვებელი რაღაცა ხო და რაღაც ბოდიშიც მოვიხადე იმის გულისთვისაც იყო იქ მაგრამ აი როგორი იყო იცი რა აი მაგალითად რომ გამოდიოდნენ ბენდი გამახსოვს და ისა არა და ყოველას გამოსვლა არის და გამოდის მერაბ სეფაშვილი თქვა სიტყვაზე ხო მანამდე მის ანუ ამ ტემბრზე ან ამ ტრეკზე რომელსაც აქვს ეგეთი ისა და ისტორიული ლაივი ჩემი აზრით კორძის ანუ ეგეთი ლაივი ძალიან ცოტა მინახავს ჩვენთან აი მაგარი ლაივი ძალიან ხა არ მინდა რომ რაღაცნაირად იმას ქნა რა ქვია რა ბექას ყველას დიდი მადლობა არტისტებს რომელიც მელოდნენ 3 საათი რა რაღაც იდიოტობების გამო და რაღაც სიგიჟეების გამო 3 საათი და დილის 4 საათზე დადგა ბექა გოჩიაშვილი ეხა არა ხალხი იყო ხო? ხალხი იყო და არტისტებმაც თქვეს რომ ანუ შენ გვერდით ვარ თუ რაღაცა არის რა თქვენთან ვართ რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერს ქონდა უფლება ეთქვა რომ იცი რა ეგ ხო მოდი კარგად იყავი რა ეგ რო არ მომხდარიყო ხო მე კიდე მაგის უკეთეს ვერსიაზე არც იფიქრებდი რა რო არ მომხდარიყო ანუ აი რაღაც ეგ პრობლემები რო არ წამოსულიყო თქვა რაც იყო რა არა ერთადერთი მაგას პლუსი არ შეიძლება კონდეს ან პლუსი არ შეიძლება კონდეს მაგას მან შეიძლება გამოხვიდე რა მდგომარეობიდან და თუ მხარდაჭერა გაქვს არტისტების და ხალხის ან მსმენელის რა მაშინ გახვედი ორივეს აქვს უფლება იმ მომენტში ხაზი გადაგისვას რა რის პირასაც ვიყავით და ამიტომ იყო ეგ უპატიებელი შეცდომა კიდევ უფრო მძიმე სიტყვაა შეცდომაზე არ გამოვიყო არა ყველაფერი ძალიან ეგეც ეს შენთვის უფრო მძაფრაჩა ხო აი მე ვარ აი საერთოდ არის ანუ მე ხო ვიცი სად გავიარე ხო მე ვიყავი ბექსტეიჯზე უყურებდი ამ ყველაფერს და გასაგებია შენი მხრიდან მაგრამ გარედან საერთოდ ზოგი ვაფშე ვერც მიხვდა რა მოხდა არა იქ სიგიჟები ხდებოდა ხალხი ისედაც სიგიჟე ხდებოდა მე რაღაცა ვიღაც ანუ მან მოითხოვა რაღაცა რომ შენი სიმღერის ტექსტში რაღაცა არ მომეწონა და და რაღაც აი მოკლედ იყო როგორი ფლოუ იცი რომ აი რაღაცა ამერიკული გორკები აი დაუჯერებელი რაღაცა ხდებოდა ანუ ვერ ვიჯერებდი რომ ეს ხდება ეხლა აქ ამ რეალობაში მაგრამ ნუ რახან ხდება ესე იგი
ესე იგი ეს უნდა მომხდარიყო და რაღაც ჰიმნი ვიმღერეთ ერთად მაგარი პონტი აი ეგ მომენტი სადაც შენ გეხარ და კიდევ ერთხელ ლიკოს ძალიან დიდი ყველა საერთოდ ყველა არტისტი იმიტომ რომ იმდენ ისეთი ის ჩადეს მე ეგეთი ენერგია მდეც და ეს სხვა დროს იქნებოდა ჩვეულებრივი პროფესიული მიდგომა აქიდან აქამდე ეხლა აი როგორ იცი აი იდეებით და თანადგომა იყო ძალიან თანადგომა და მაგრა გაასწორა შენ რო გამოხვედი ხო იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ მოვსულიყავი ეს ვარ და მინდოდა რომ ლიკოს მოსულიყო და ძალიან გაასწორა რომ ეგ მე აჭიკო და ილიკო მღეროდით ერთად არა ხო და ეს ჰიმნის იდეა ხო როგორ გაჩნდა საერთოდ რეპეტიციაზე მივედი და ну რაღაც ძალიან მაგარი რაღაც ქონდა დადგმული მათ რა ქვია სუხში ილიკოს და ამას რომ მოусმინეთ მე ჰიმნი იმღერეს და მე ვთხარი ეგ უნდა დავტოვოთ და რატო უნდა ანუ სუხში და 26 მაისი დადგა მე თვითონ ილიკო ნახეო მე მაგარი მოვიფიქრე და მიგზავნის რომ ესენი მე ვთხარი აი ოქროები ხართ აბარა შვებით და მან სცენაზე მე ეგეთ რაღაცები ხდება ხოლმე ეგეთი ჯადოსნობები რა რომ უცებ რაღაცა ერთიანდება და მით უმეტეს ჰიმს ახლა 26 მაისი დადგა და განსაკუთრებული მნიშვნელობა გქონდა ხო ისეც აქვს და იმ მომენტში ჩემთვის ეგ იყო აი როგორი რაღაცა იცი აი მანქის რომ ღეროდით რომ აი გავიარეთ სადღაც მაშინ უბედურებაში და რაღაცა ერთობა არის და ფესტივალი გრძელდება და ეს ხალხი რომელიც არის ჰედლაინერი რა იდეაში რა კრაუდი სმენელი არის ჰედლაინერი თავარი და კარგი მაშინ არის როდესაც შენ მარტო აი მაგარი არტისტი ჩამოვიყვანე ვიღაც თუ რა აი რაღაცა ნამდვილი როცა ხდება რა იმიტომ რომ მომხდარა ეგეთი რაღაცეები და მოკლედ წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებული სუპერ წელი იყო აი მართლა შარშანა ძალიან მაგარი იყო ხა მე სცენაზე რო ვიდექი ხა სხვა დროსაც დამიკრავს მაგრამ შარშან განსაკუთრებულად მაგარი იყო და წელს იყო მაგაზე ბევრად მაგარი ხო შარშანდელზე არ ვიცი ვერ გეტყვი აი ხა მე ჩემი სეტიდან გამომდინარე გეუბნები რა ხო ანუ ბევრი ის არსებობს ანუ მე ამ შემთხვევაში ვიძახი მუსიკალური შემადგენელით აი გაცილებ შარშან იყო თაიგერების ლაივი იყო ძალიან ესეთი რა ანუ ყველა ქართველის ყოველთვის და არ იმაშვები ან თაიგერების ლაივით ჩამოსულებიდან იყო ჩემს განს დანარჩენი ხო და ეხლა მიუხედავად იმისა რომ დიდი ბენდი არ ყოფილა მაინც სუპერ კაი გამოვიდა და ანუ ხო და დიდი ბენდი იყო ანუ დიდი ბენდი იყო ეს ერთობა რა რაღაცნაირი რომ ყველა ხმა უნდა ისმოდეს ეს ყვაყვიატება არ იყო ეხლა დადგმა რო იყო ხო აი დათო ხორბალაძე რომელსაც ძალიან კაი ნაწილი იყო ანუ ეგ იყო ნაწილი რომელსაც ანუ გიჟების გარდა ნუ ჭყალებში არავინ არ მოიგონებდა ფესტივალზე იმიტომ რომ ცალკე პროდაქშენია ცალკე მთელი ამბავია ცალკე დიდი დრო უნდა და დათომ ისე მაგრა იარა და ანუ მარიამმა ძალიან მაგრა დამეხმარა ჭიაშვილი უნდა თქვა ძალიან მაგრა რომ ეგ შემდგარიყო და დათოს თავიდანვე რომ წამოვიდა ამაზე და ეს კონცეფცია აიდო და შესრულად განსხვავებული რაღაც არ იყო მაგის ოპენერის სცენაზე გამოტანა არ არის მარტივი ამბავი ტექნიკურად კი არ ვიძახი და მოსა ისე რო შეთავაზო ხო და ეგეთი ბევრი რაღაცა ეგ ერთობა ეგ დრაივი იყო მთავარი და ეგ არის ფესტივალში მთავარი ეგ დრაივი მე ხა მგონია რომ აი ეგ ერთმანეთის თანადგომა ეხა მოშნათ ავიღეთ ამ აქციების პერიოდში ჩვენ ადამიანებმა რა ეხა აი ამ სიტუაციამ აი ეგეთები გავხდა და უფრო მეტად რა რა თქმა უნდა ანუ ეგ და ეგ გააზრებაც იყო იქ ვისი მინუსის თუ რაც არ უნდა ყოფილიყო რომ მაინც მოდი ერთად ვარ ხო და ამას დაფასება ხალხო მე რას ეს უნდა დააფასო მე ყოველთვის ვაფასებ ეგეთ რაღაცას რა რომ ჩვენ ყოველთვის ამ შემთხვევაში ოფენერს ძალიან გვაკრიტიკებს ისა რა ქვია მსმენელი და ამას ვიღებ როგორც დადებით რამეს იმიტომ რომ ისე გელაპარაკებიან ფესტივალზე, როგორც თავის ფესტივალი. იმიტომ რომ თავისია ხო რა. იმიტომ რომ თავისია, ეგ არის მთავარი. და გაგაკრიტიკოს კაცო გაგაგინოს პირიქით და გითხრას რომ ეს რატო ეს ამას რატო აკეთებ ესე უკეთესად
ესე იგი აწუხებს, ესე იგი მისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ, ხო? ეხლა ჩვენ ფესტივალი რო გავაკეთეთ პირველი ვიღაცამ კი არ გვასწავლა, ანუ ჩვენით ვისწავლეთ რაღაცების კეთება, უბრალოდ ძალიან გვინდოდა და გჯეროდა რომ არსებობს ამ ქვეყანაში ხალხი და ეს არ არის თუსოვკები რაღაც 500 კაციანი, 1000 კაციანი, ეს არის მთელი საზოგადოება და ასევე არსებობს იმის შანსი კი არა, რეალობაა რომ საერთოდ სხვადასხვანაირმა ტიპებმა რა, აი ბექფექერი სტუდენტი რომ მოდის, სტუდენტი თუ მეინსტეიჯთან რომ ადგილს იკავებს, დილიდან თუ ღამეს რა მოდის ამის მოსასმენად, აი თუ ეთნო ჰაუსია თუ ჯაზის მოსასმენად თუ ალტერნატიული აკუსტიკურია ნებისმიერ ჟანრის საერთოდ სხვადასხვანაირი ხალხია, აი იმდენად დიდი განსხვავება რომ ხანდახან უკვირთ რომ ეს რა არის. აი მე მინახავს ტიპი რომ მოვიდა ანუ ჰაუსის ან ტექნოს სცენიდან და ეს ხდება ხა ეგ ამბავია ხო რამდენად პირიქით სხვადასხვა სამყაროებია ანუ მაგრამ ისინი ღამის ხალხია ბიჭო ღამის ხო მაგას გეუბნები მაგრამ ეს ხალხი თანაცხოვრობს ბიჭო ჩვეულებრივ ცხოვრობენ ერთად ერთმანეთის იმიტომ რომ ეს მუსიკა ათავისუფლებს ის ხო არ არის რაღაცა დაბრახუნებული ანუ თუ არ არის თავისუფლება შედგება რა უნდა იყოს ანუ უნდა იყოს თანასწორობა უნდა იყოს მრავალფეროვნება რა და ამის ატანა მიღება და აი ეს თანასწორობაში გათუნდა ეგ არის თავისუფალი როცა ხარ ეგ არის თავისუფლება რა რაც თქვი რომ იმ რთულმა პერიოდმა გაგხადა თქო ხა უფრო მეტად ემპათიურები და რო უგებთ ერთმანეთს და უტარებს და არ ვაჭერთ რა წილს ეგ რაც თქვათ ხა ამ ძიმე პერიოდმა გააძრო მანამდე მე მგონია რომ ამ ფესტივალმა გააკეთილშობილა უკვე მიიყვანა იქამდე ხალხი რომ როგორც მინიმუმ ეხა ამ რაღაცებზე პროტესტი გაჩენოდათ დასაწყისში და უკვე როცა გაშდა პროტესტი მე უკვე ეგ მე და მე რაღაც თვისებები დავუხვეწეთ ერთმანეთს გატანის და იმისა ანუ აი ეს ამან ისქნა მე მაგ დოკუმენტური ფილმი ნანახი BBC-ს დოკუმენტურია როგორ დაშალა ბიტლსმა საბჭოთა კავშირი ხო ანუ გასაგებია რომ მარტო ბიტლსის ბრალი არ არის მაგრამ ერთ-ერთი ხო აი ბაქტერია შემოვიდა რა ხდები ხო და ყველაფერი ერთმანეთზე წმენა რომ წმენა კი არ წმენის საკითხი კი აი ჩვენ გვჯეროდაო დღეს და მართლა ეხა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ბრენდად და ისეც რა აი რაღაც გამოვიდა და გაიზარდა დიდია და რეგიონში გავიგეთ ეგ ყველაფერი მაგრამ თავარი ამბავი რომ შეიძლება ესე ცხოვრება რა ანუ ტიპებს უჭირავთ ამ დროს რაღაცა ისეთი ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, ზეგავლენის და ამას ურახუნებენ ხალხს, რომ აი ეს უნდა გძულდეს, ეს ცუდია, ეს საშინელია, ეს უნდა მოგვტეს, ეს არის მტერი. ანუ ამაში ეს თაობა, რომ არ ექვემდებარება, კაროჩე, ვერ წვდება რა იმას და ეს არის ოფენერი მათ შორის რა არის ერთ-ერთი ის რომ შეიძლება ხალხს ცხოვრება რა თორე ხა მუსიკა და დაკვრა და ის შოუ ბიზნესი გავიგეთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ თავარი ხო ეგ არის იდეაში რა მუსიკაზეა ლაპარაკი რა დაკვრაზეა ლაპარაკი საერთოდ რაზეა ლაპარაკი თუ აი იმას იმ ბიტას გირახუნებენ და გეუნებიან რომ თუ პირისპირდებით თან ესე გამოდი ანუ ხო სად ხო აი საბჭოთა რეალობაში მაგალითად სადაც დავიბადე არ არსებობს თანასწორობა და მრავალფეროვნება არსებობს ის ვინც აწყობთ რომ არსებობდეს და მაგ გარემოში არანაირ აი ხო ვუდსტოკი თქვი და სხვა კონტექსტია გასაგებია ვუდსტოკი საერთოდ სხვა რაღაცა მაგრამ თავისუფალი ადამიანი მუსიკის განვითარება ადამიანი რომელიც რაღაცას ბღერის თავის გამოხატვა უნდა უკრავს ხო ის ადამიანები ხდებიან მტრები რაღაცა ვიღაც სისტემის და იმას იშორებენ თავიდან და კიდე ერთი რაღაცა მომხდარა წელს პირველად ტექსტებში იმიტომ ტექსტებსაც ხო ვკითხულობთ ისე რა თქმა უნდა ლირიკსაც შემოდის აი ნიუკამერს რა იყო ნახე ტექსტის იმას არც აგებულა არც იმას არ განვიხილავ ეხა როგორი იყო თვითონ ტექსტი ამ რამდენად მარო მაყაშვილი მერაბ კოსტავა რომ 9 აპრილი ანუ საპროტესტო პონტი მოდის ანუ რუსული ტანკი თუ რაღაც ადრე გამორიცხული იყო რა არ იყო ეს
რა თქმა უნდა, ხო, წამოიღო უკვე. ხო, წამოიღო. მნიშვნელობა. საინტერესოა. ქართულმა მუსიკამ ესე იგი მოითხოვა. ანუ ეხ ხო ბუნებრივად ხდება, ბუნებრივად ხდება. აი თუ გინდა, აი რო ჯენზის რო ვეძახთ, გამოდიან და ქართულად მღერიან, თქვა რაღაცას, ხო? ეხა ისეთ რაღაცას, რაც არ იმღერებდა 10 წლის წინანდელი ის თაობა რა, ცოტა იტყოდა რომ ეს ახლა ცოტა მეგოიმებაც მოუთრავთ. რაშიც არის რაღაცა. ხო, ერთხელ მე და შენ ვიყავით, რაც პრესი იყო თუ რაღაც გადაცემა და გვიტრაკებდნენ, რომ საპროტესტო სიმღერებს რაც არ მღერითო და 2004 თუ 5 წელი იყო, აი ხო იცი აი ესპრესი, აუ რა იყო ის აუ ის ტიპი, აუ საერთოდ ანაერთ დავჭით ცოცხლები მე არ ვიცი, იმიტომ რომ ბიჭო რა გინემ, ეგეც თავისი რაღაცა დაბეჯი იყო, პრესპრეს არ გულიხო, ბავშვი მაესტრო რა, ძალიან სერიოზული. არა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ანუ მუსიკალური იმისთვის რა ქვია რა. მთელი კლიპები მაშინ ეხა რო გადიოდა, რა ვიცი, ხალხი გაიზარდა, ეხა ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი იყო, მაგრამ მუსიკას უსმენდა ხალხი. მოკლედ, ჩვენი მაგრამ ჩვენ თავის ის არ იყო რა ქვია, ჩვენ თავის არაფერი მოუწევთ ჩვენს მერე თაობას ცოტათი რა. ხო, მე რა, ხო გაიზარდა ჩვენს მერე თაობა. აი რა განსხვავებაა რომ მახსოვს აი რაღაცა პერიოდი 90-იან წლების შუალედში, როდესაც სანამ MTV ახალი ჩართულია რა. როგორ მქონდა MTV? რითი იჭერდა? რაღაც საკაბელო მეშვიდე არხი სადღაც. მე მქონდა რაღაცა ვიღა ტიპი მოვიდა და კუსტარული ანტენა დააყენა. არა, საკაბელო გააძრო, მაშინ ყველაფერს ანახებდა, სოფლიო ჩემპიონატს ანახებდა ყველა და MTV და რაც გინდოდა იყო რა. VH1 და ასე შემდეგ. მაგრამ MTV-მდე და მაქამდე ჩვენი ქალაქის ცენტრალური უბნების ახალგაზრდობა დადიოდა რუსული ასე ვთქვათ მუსიკის პროდუქტებზე. რუსული პაპსა იყო ოსტანკინო, იქ იყო ივან ძემიდოვი თუ ვიღაცა, მასაც ჰქონდა ძალიან მოშნი საკაიფო გადაცემა რაღაც მუზაბოს, სადაც იყო ათეული და აქ ჩამოდიოდნენ და შენ იყავი რაღაცის ნაწილი, რომელშიც ვაფშე არ მონაწილეობდი იდეაში. ხო, არა, მონაწილეობდი. შენ იყავი პერიფერია რაღაცნაირი, სადაც ვიღაც კარმენ თუ რაღაცა აერქვა იმას სტიუარტესა პაიმენი ჟანა და ბაგდან ციჭამი იყო როგორი ტრენდული, იცი? ძალიან. ეხა ეგეთ რამე რო ხო სუპერ გოიმური ამბავი იქნება და ტრენდული იყო, იმიტომ რომ ხარ პერიფერია და შენ კი არ ქმნი, ისინი ქმნიან და შენ მოიხმარ. იმიტომ სხვა ინფორმაცია არ გაქვს რა, რაღაციდან ხო ასარჩევი ხოლმე კონდეს. კი ბატონო, ამიტომ როგორც ეხა შეხედე, მაგ პერიოდში ეს მუზავოზი რომ მიდიოდა იქ და ვთქვათ ეგენი თავის მუსიკას გვასმენდნენ. ჩვენ რეალობაში უკვე ანუ მე თავარი ტიპები არსებობდნენ, ლადო და ვიღაცა. ბიჭო, შენ ანდერგრაუნდზე ლაპარაკობ. ხო, მაგრამ არ მოდიოდა ჩვენამდე. ეგ ანდერგრაუნდი. მეორე არხზე რომ გადიოდა ეგ გადაცემა, ოქროს ბიბილო. ჩემთვის ანდერგრაუნდად აღვიქვავდი მაშინ. ეგენი ტელევიზორში სტრიალებდა. დადაც და ლადოც და სერგიც, მაგრამ ძირითადად აგინებდნენ მეორე არხმა. ხო, მეორე არხი. ეს მუზავოზი არის 90 დასაწყისი 80-იანების ბოლო დასაწყისი. არა 90-იანები. აი 90-იანები. არა 80-იანები. არა 80-იანების ბოლო დასაწყისი 80-იანების ბოლოს რაც იყო კარგი რუსული მაშინ რო აი ცოიმ რო ჩაატარა სტადიონი რო გაავსო და რაღაც DDT და რაღაცები რო იჩნდება რო გონია რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და საბჭოთა კავშირი დაინგრა და ასე შემდეგ და მერე წამოვიდა ეს რის თქმა მინდოდა იცი რომ ეს მუზაბოზები ისენი და რაღაცა თქვა სხვა ქვეყნის პოპულარული უნდა იყოს ხო შეიძლება იყოს რაღაცა მომწონდეს დანიური რაღაცა მაგრამ არ იყოს ეს მასიური შენ თვითონ რასაც ქმნი ეგ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ მოვახერხეთ ხო ჩვენში გულისხმობ ქვეყანას და არის მართლა უნიკალური ქვეყანა რომ საფესტივალო საკლუბო და ასე შემდეგ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ შეგვეჯიბრება რა. კი ბატონო. ძალიან ბევრი ქვეყანა, ძალიან განვითარებული და კარგი და ლამაზი და გემრიელი რა. და იმდენი მუსიკალური რაღაცა მარტო მუსიკაზე რო ვთქვა, აი რო დავანებოთ თავის სხვა მიმართულებებს და მარტო მუსიკაზე რო ვთქვა, რაც ჩემს არეალში ხდება და რაც არ ხდება კიდე წარმოუდგენელია, ამიტომ ბევრია აი ამ პატარა სივრცეში რამდენი საინტერესო მუსიკოსი, მუსიკალური ნაწარმოები იდეა ტრიალებს რა. და ეს შემთხვევითი ამბავი არ არის, ეს არ არის რომ
ხარ რეგიონში ხარ უნდა იყოს წამყვანი ამ მიმართულებით რეალურად როგორც კი გამოვედით იქიდან აი საბჭოთა პერიოდიდან იქიდან დაიწყო ხო აი ხა ეს ადამიანები ვინც თქვი დადალადო და ვიღაცებმა რომ დაიწყეს და მე 2000-იანებში რაღაცნაირი აფეთქება მოხდა კიდე სხვა მიმართულებებზე ელექტრომიმართულების თქვა მოსკოვა ხო და რეალურად 30 წელში ძალიან დიდი პროდუქტი დაიდო კულტურული რა თქმა უნდა ძალიან ისეთი რაც მანამდე მთელი რა თავიდან ბაძავდით ხო და ხალხო და ეხა ჩვენი პონტი რა უცნაური რამეა რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეს იქნება როგორ რაღაცა ერთ-ერთი ამბავი რა რომ ის კი არა რომ რაღაცა ყველას ფულები დაურიგო არ არის საჭირო просто დაიხმარო სხვანაირად რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა გინდა ეკონომიკის გინდა ნებისმიერ ამბავში ხელშეწყობის გარეშე მოხდა ეს აფეთქებები ის 30 წლის შუალედში ნატურალურად ანუ ვიღაც ადამიანების ის აი მაგალითად მწვანე ოთახი ხო აი მაგალითად მწვანე ოთახი რატო გახდა პოპულარული იმიტომ რომ კაი ჩვენ ვიმუშავეთ და გავაკეთეთ რაღაცა სიმღერები შეიძლება კაი გამოგვივიდა შეიძლება რაღაცა მაგრამ ვიღაცამ გააკეთა ამ დროს ქართული ჩანაწერები დაიჯერა რომ ქართული მუსიკა მნიშვნელოვანია ამ დროს გიორგი ბასა და დათო არიან იქ ნიაზმა გამოუშვა ალბომი და ამ დროს კერძო ტელევიზიაში მაშინ რუსთავი 2-ის ტელევიზიაში არის წარმოუდგენელია prime time-ში საინფორმაციოს ბოლოს ნატას ქონდა ამაღლობელს მუსიკალური ეს და ქართულ ჩანაწერს სადაც ჩვენ და ნინო ქათამაძე მაშინ პირველად აი ჩითა ნუ რაღაცა ის ნინოს ისწრეთ ჩვენ დაუკარით და მათ შორის ჩვენ და ბედათ თუ რაღაცაც მისებიც რა და დაგვიძახეს და გვითხრეს რომ მოდი გააკეთე ალბომი ხო და მე ეს ალბომი რო გავაკეთეთ ამ დროს ვიღაცამ სადღაც ამ შემთხვევაში სერგი და ჩაგუაკეთებდნენ აკეთებენ ჯეოპოპს კომუნიკატორს სადღაც ანუ როგორი ადამიანი ვიცი რომ ის კი არა რომ ვიღაცა სისტემას ვიღაცას ჭირდება რომ შენ ესე თქვი და ესე თქვი ანუ თავის იდეებს რო აგენერირებს ხალხი. ჯერ კიდე არ იყო სისტემები ჩამოყალიბებული. ხო, ანუ თავის იდეებს რო აგენერირებს ხალხი და ესენი აკეთებენ და იქ იჩნდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩარტები. რაღაც ჩარტები ელექტრონავტმაც ხო, ელექტრონავტი მე ერთად გავაკეთეთ. ხო, მაგრამ მოშნად შეკრა ეს ყველაფერი. პირველი ადამიანებს ვინც გადიან, უნდა სადღაც დაუფასდეს რაღაც ფორმაში. რა თქმა უნდა, პირველი ელექტრონავტი გავაკეთეთ ერთად. ჩვენ, ანუ სტეპ რეკორდსით რაც იყო და სერგიმ და დათო რაკუეშვილმა. ანუ ერთად, ანუ ჯორჯიან ივენტმა. მაგრამ მანამდე ეს რომ მოხდა, ხომ მწვანეხსა რატო მოხდა? იმიტომ რომ ადამიანებმა რაღაცეები გააკეთეს სადღაც და მე ჩვენ მოვხდით, გავხდით რაღაცნაირად პოპულარულები და უბრალოდ თავის გულს მიყვებოდა ყველა ეს ანუ რომ იცის ან მანამდე შოუბიზ დაიჯესტი იყო გენიალური განცემა გოგიტა მეცხვი იქ ყოველთვის ჩვენ მუსიკოსებს რა რომლებიც აი სადღაც 93-ში ლოს წერდით გვაზამასკებდა ასე ვთქვათ რა ანუ აზარტს რომ იქ მინდა რა ანუ იქ არის მე უყურებდით თქვა სიტყვაზე აი ალტერნატიული რაღაც რო გაიჩითა ფილარმონიაში მახსოვს და ლადოც და ლაივი იყო რაღაცა მე ტაქსი მე ისა საბავშვო მედიცინა თუ არ ვიცი რომელიც რაღაც იმებს გაძლევს რა ყველაფერს მე ირაკლი ჩარკვიანის ის ალბომი მე ნიაზის ალბომი და მოკლედ ყველაფერი ერთ მიმული ერთმანეთზე მე ჩვენ რაღაც ოზონი ჟურნალი გამოვუშვით რომელიც ძალიან მიყვარდა მაგრამ ნუ მაგარი ჟურნალი იყო ანუ რაღაცა პატარა ბაზაზე იყო კი ხერთად ვაკეთებდით კი ანუ ყოველთვის ხო ეხა რა გინდა რა შარსეძებ ხო აწადი რაღაცა შეგიძლია ამ შემთხვევაში მაგალითად ვიღაცებს გაგვეხსნა პატარა მაღაზია არ ვიცი კარაქის თუ იმისი და მე იცი რა მახსოვს 99-ში 2000 წელს gift ფესტივალის რამე ცერემონიას დაგიკრავთ კი აი ელი კლუბში რო იძახთ მე მგონი არა სადღაც რუსთაველზე ნიტო თეატრალურში ნიტო რუსალის თეატრის რომელიღაც დარბაზში არ მახსოვს რა იყო რატომღაც მახსოვს რაღაცა კინოფესტივალის დახურვა იყო ან რაღაცა და მწვანე ოთახი უკრავდა პირველად მოვისმინე რაღაცა აუდიტორიაში ვიყავ და ჩემთვის იყო აუდიტორიაში ნუ დარბაზში და ჩემთვის მაგას გარკვეული მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რა იყო იცი აი როგორ დეტალებს აქვს ნახე გავლენა ხო დაუკარით და მართლა ძალიან მაშინ ხო ხა პირველად რომ მოусმენ ვაფშე ბენდი რო არ გაგიგია ქართული ბენდი და ძალიან მაგრა დაუკარით და რომ მორჩი დაკვრას აი გულწრფელად
გიტარას აკოცე, კაროჩე, რომ აი მადლობა გადაუხადე, რომ ეს კონცერტი ჩამატა, აი მე ოზე ხარ როგორც მუსიკოსი და ბიჭო, ჩემთვის იმ ხელაში დაბეჭდილება დატოვა ამან რა. ძალიან კაი, უნდა გავიხსენო ეგ ლაივი, ძალიან კაი. ეგ არისო ყოველი კონცერტის შენი რიტუალი გიტარაზე კოცნა? არა. აი ეგ როგორ მახსოვს, იცი რომ გიტარას აკოცე, კაროჩე, რომ მეთქი აი ეს არის ნაღდი მუსიკოსი თქო რა, კაროჩე. მე პირველი ეხა ბასამ ჩამიგდო ჩვენი პირველი ლაივის მაქვს იმაზე რა ქვია რა, YouTube რაღაცა არხზე არის დახურულზე. ჩვენი პირველი ლაივი, რომელიც არის გადაღებული ესე და რომ მოვუსმინე მართლა, აი ეხა ყოველგვარი იმის გარეშე, ისე მაგრა გაასწორა. ანუ ისეთი ის გვაქვს, რა ქვია. რაღაც დარბაზი იყო ესეთი, გარშემო იჯდა ხალხი, აღარ არსებობს იმაში. ვაკის ეკლესიასთან იყო რაღაც ეგეთი დარბაზი. არსებობდა მართლა დამიჯერეთ იყო. რაღაც სასწავლებელი იყო და იმას ჰქონდა ესეთი დარბაზი და იქ უკრავდა რომ მოусვე მე თვითონ იმ ენერგეტიკის რა პატარა ვარ და რა ვინ უკრა წვანე ოთახის ლაივი იყო. აი გამოუშვით ალბომი და ამ ალბომს ეძღვნება ეს ლაივი რა და თვითონ ეს ენერგეტიკა რაც იქ არის თავის იმ დაკვრაში რა ვიცი. აუ, იცი რა მინდოდა მეკითხა აი მარგარიტაზე რო ლაპარაკობ, სეპულტურას მაიკარო, გეცვა. ხო. ეგ ბრაზილიის დროშაც ქონდა რა. ხო და გიждდებოდი. ფეხბურთის გამო სეპულტურა თუ პირიქით. ორი, ანუ სეპულტურა. ანუ ერთმე გავლენა არ ქონდა. ბიჭო, რომ ამოვდიოდი სცენაზე, მაინც ხო იცი, რომ ყოფილი როკერი ვარ თუ როკიდან მოდივარ და მინდოდა რომ მეთქვა, რომ ხალხი აკელო, ანუ რაღაცა სცენაზე ამოვდიოდი და აუ, ეს ეხა ეს დაადუღებს და ესე დავჯექის კამზე და ის რაღაც პიუპიტრი დავიდე და რა გამახსენდა ისი დღეს რო გეავდებოდი რამდენი წელი ფეხბურთის აზზე არ ვარ, მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უყურებ და საქართველოს რო თამაშობს რა. და ერთ-ერთ ფინალს უყურებდი ბრაზილია, გერმანია და 2002 წელი. აუ მაგრამ არა, 2 წელი არის 7 წელი. არა რაღაც ბრაზილია. ეგ ფინალი ნახევა, ეგ უბედურება არის. და დედასპიცა ვარ, რო უყურებდი სუ შენ მიტრიალებდი თავში. რო ცოცხალი არის თუ არა ეს უბედური. ნეტა რაც დღეში არის ახლა 7-1 წააგო ხო ბრაზილია. არა მე ბრაზილია გერმანია რო ახსენე ფინალი მე 2002-ში მაგ დღეს ლაივი მქონდა და ანუ რაღაც ტანია მარია ჯაზ ფესტივალი და უკრავდა და არანაირი ხმა თან დილას იყო ეს კორეაში იყო და 4-ზე იყო ფინალი და მე რო მქონდა ლაივი და იქ ერთად უყურეთ, ეგ ბედნიერება იყო, მაგრამ ეგ ვაიმე, ეგ აქ საგურამოში უყურეთ, მერტო ჩემ, არ მომახსენე. ეგრე ხარ, ეგრე მოწონა. არა, ძალიან ისე რა. ეხა ბოლო დროს ეხა აი, რა ვიცი, ნახოთ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი, ანუ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ანუ ხორვატიასთან გოლი რო გაუშვეს, ეს მთელი მაგიდა დავლეწე. ანუ კი არ მინდოდა ესმის, ხო, ბუნებრივად. აი, საქართველოს ბრაზილიას თამაშზე რა არა, საქართველოს რა თქმა უნდა, ეხა მაგაზე ორი აზრი არ არის, მან და გული არ გაგიშვებს, просто ის ბავშვობიდან განა მინდა რაღაცა წნევა მიწევს და პულსი რაღაცა და თან რაღაცა არ თამაშობენ ბოლო პერიოდში კარგად და მაგრამ შენ რო გაქვს ნანახი რამე თამაში ეგ არის უცნაური. ბიჭო, მე რა თამაში გაიხსენე, იცი ადამიანთა, ეგ თამაში პირველი ტაიმი რო 5-0 დამთავრდა და просто დაბრედილი ვარ რა. თან ბრაზილიაში ხდება ეს და თან გარშემო სამეგობრო საშინელი ანუ არგენტინელი სექტანტები კაროჩე ვიცი რომ მე რა იწება მე აი ტური კარორე ეკავს და მე ასანიშვილი რომ იმას გიგზავნის და ანუ ბიჭო ეგ ხდება სულ აი წელიწადი ნახი რომ მქონდეს ბრაზილიელს კაპანი და აიწყა შხამები იმიტომ რომ 20 წელი ნაწვალები ვიყავს ეს ხალხი და ანუ სულ ბრაზილია იგებდა და ხოზე ხა რამდენი მტერი ყავს მოგროვებული რა და ნუ მოგენ ისეთი მტრები არიან. ჩემი ძმაკაცები ანუ არგენტინის ორი ბალეში კიდე უსრემატკივარი და მაგ დღეს ადამიანის ძალიან უცნაური სიზმარი დამთავრდა ხო ეს თამაში და ეთყობა ისე დავისტრესი ისე ჩემ ტვინმა ეს ვერ მოხარშა და მეორე დღეს თან უნდა რაღაც გერმანელების და რაღაცა ანუ ქელეხში მივდივარ რა ამ თამაშის რა უნდა გერმანელები და მაქვს ერთი მაისური შავი მაისური ანუ შავია და ბრაზილიის და ის ჯოიციც არის ხო და რა მესიზმრება რომ რუსთაველის კინოს გვერდზე რა ქუჩა არის რა ქვია რაც არის აი რუსთაველის კინო რო ჩამოდიხარ კინო რო იყო პროსტო მან რო ჩამოდიხარ მაგ ქუჩაზე თამაშობთ ბრაზილია და გერმანია მას თამაშს. რატო ხაზე არ ვარ რუსთაველის მაგაზე თამაშობთ, ანუ ბრაზილიის მიდის, ვაგებთ და
ოღონდ ჩვენ დაღმართიდან აღმართზე ვეთამაშებით. აი ქუჩის ფეხბურთი ეს ორი ხვადებს, აკაც ხვადებს და სიგიჟეა და ვიგებთ. ბოლო გაგვაქვს და მეღვიძება. როგორ ბედნიერს იცი? აი გარო რა მაგარია და უცებ მივხვდი რეალობას რა, ანუ პირიქით, ანუ კოშმარში რო გაიღვიძე, ფიქრო გაიყო. ჯერ მე ეგ შევიგრძენი ევროპის ჩემპიონატზე, ანუ საერთოდ არ ვარ გულშემატკივარი, დედასპიცა ვარ ვალიდოლი დავლიე ესპანეთთან თამაშის დროს. იმიტომ რომ ეს არის ხალხი. ხო? მე სუდოდ გავხდი რა, ბედნიერება, რაღაც წვეთები დამალევინეს. ბედნიერება მაქვს, ანუ ორჯერ ანუ მე და ბექამ გავაკეთეთ საქართველოს ნაკრების ჰიმნები, ასე ვთქვათ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ მაშინ და ეხლა მე ვარ საქართველო რა. და ამ მე ვარ საქართველოსთან შედეგი მოყვა. ევროპაზე გავედით და ეს სასწაული მოყვა რაც მოხდა, ნუ მე გვაჯახეს უბრალოდ მე ვერ აიტანეს რუსებმა რომ რაღაც ერთად ვიყავით და გვიხაროთ და გვაჯახესას უსული კანონით. ამბავი მალე, მაგრამ ეგ ისეთი რაღაცა, ანუ ფეხბურთს რაც აქვს ძალიან ცოტა რამეს აქვს, ან მუსიკას ხო რაღაცა ისეთი მედიუმია რა, მუსიკა ძალიან ისეთი გავლენის მოხდენა შეუძლია რა. მუსიკალური აი იმპაქტი რა ვიცი დაგეჯახება რაღაცა და ემოციურად შეგცვლის ან საერთოდ ხო აი სერჟანტ პეპერსი მოვისმინე და ამიტომ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რეალურად მართლა ეგრეა რა, მართლა ეგრეა. ჩემი ერთი მეგობარი ამბობს რომ ჩემი ბიტლები YouTube არისო და შენი ბიტლები რა ბიტლებია? არა, სერჟანტ პეპერსმა ალბომმა შეცვალა ჩემი მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ 14 წლის რო ვიყავი სპასიო შემთვის რევოლვერი იყო. არა, ეს შემთხვევით მოხდა. ხო, ნუ გაგნებაში რა კასეტა ქონდა პონტია რა. და ვინილი მაჩუქა ჩემო ბიძაშვილმა, სადაც ტექსტები ეწერა ბიჭო უკან და ეგ ლაივი მაქვს დაკრული 1000 ჯერ მარტო რაღაც ჩოგან ხელში რო ვითომ ბილი შირს რო არის და აი რო გადადის. მოკლედ, მან დამთავრდა ყველაფერი კი არა და დაიწყო, ანუ რაღაცა დამთავრდა და გადაწყდა რომ მორჩა აი სადაც ვლაპარაკობთ რომ შენი ცხოვრების რაღაცა აი ეს ბავშვობის თუ რაღაც რაც ძალიან ჩაგებეშ და იმას ცდილობ ყოველთვის რა იქ იყო რა. იქ იყო და ეგ გააკეთო, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, მაგ ხალხ რეალურად ეხა მაგ ხალხმა გადაგვარჩინა ჩემი თაობა მე პირადად აი სიტყვაზე მაგ ადამიანებმა, მაგ მუსიკამ იმან რა ეხა იმაშიც ვიყავ იმას იმ პოდკასტში გამახსენდა რაღაც ზეპელინის ტიქს თარგმნით მე ჩემი მეგობარი ზეპელინის ფანები ვიყავით და ეხაც ვარ რაღაც ერთი წელი თუ რაღაცა 4 თვე თუ 5 თვე საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობ 90-იანი წლების ამ სიბრუნეში და ისეც მაგათმა გაგზარდეს რაღაცნაირად რა ანუ აი მაგათმა გვატარეს და ეხა ნუ ის თქვათ Jesus Christ Superstar ეგეც ხო ერთ-ერთი რაღაცა ჩვენი გამზრდელი ის არის რა ქვია და ის რო ყავდა Deep Purple რო ყავდა ეხა ეს ვხედავთ რა ეხა მე რაღაც გილანი, კლოვერი, პეისი და რაღაცა რამდენიმე მეგობარი რაღაცა ის ოფიცერი ხო კიდე რაღაცა უთქვა და რანაირად კიდე აუხსნა მადლობა თქვა მე ვთხარ ეხა ნუ ყველას სახელით თუ არ ვიცი მარტო გილანის დამსახურება შეიძლება გარიყოს მაგრამ ხო არის მონაწილე რა მაგის რა რომ აი რა უნდა მადლობა მეგობრებო რომ თქვენ აზზე არ ახართ რამდენი რამე გამიკეთეთ პირადად მე რა მეც მიფიქრია ხო იცი მაგაზე აი მაკარტნი რომ შემხვდეს აი რა აზრი აქვს რამის თქმას ანუ ჩემნაირი რამდენი ყავს ხდები კაროჩე თან იცის სულ არ უთხრა თვალებს გეტყობა რა კიდე სხვა არის ჩვენ მატრიცაში მაცხოვრებელი ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა იქ სხვანაირად არის რა იქ ჩვეულებრივ გარემოში და ჩვენ ახლა მატრიცაში ვცხოვრობთ ჩვენთვის მიუწვდომელი იყო ანუ რეალურად აი შენ კიდე ეს არ ვიცი რანაირ მატრიცა კიდე ვერ ხვდები რანაირ მატრიცაში ვცხოვრობდი მე მანამდე მატრიცაში ძახი ხო მე ვცხოვრობდი სკოლაში ანუ მე სერჟანტ პეპერსი რომ თინეიჯერი 90-იანებში 80-იანებში ანუ ჩვენ ვიყავით 90-იანებში ანუ 86 წელია როდესაც მე სერჟანტ პეპერს ვისმენ. ხო, 86-90 აი ეგ პერიოდი და მაშინ როგორ მატრიცაში ხარ? იცი სკოლაში რომ მიდიხარ დილას რაღაცა პიონერის ის თუ რა ქვია რაღაცა ეს არის და იქ
რაღაც ბრეჟნევის წიგნები და წარმოუდგენელ ამბავში ხარ, ანუ ისტორიას გასწავლიან რუსეთისას და ანუ საერთოდ ამოწყვეტი, ამოგლეჯილი ხარ რაღაციდან და რაღაც კოლბაში ხარ ჩასმული და ტიპებს უნდათ რომ რაღაც ჩააბარებ იმაზე ისტორიულზე ახვალ ცეკას ხაზით, ჩააბარებ ამაზე, დიპლომს აიღებ, ცოლს მოიყვან ხელფასი არის. აი, მაგრამ მაშინ შენ როგორც ბავშვს ქონდა ბლიცის კონცერტზე ხმარო მატრიცა. კი. იქნებოდათ ჯერ, ხო? რა. აი თვითონ არა, არის მთელი უბედურება. მატრიცა ხო ეგ რო არის რომ მატრიცაში ხარ. ხო და მაგას ეგ არის სერჟანტ პეპერსი, რასაც სვამ. ანუ შენ ანუ ამ შემთხვევაში კრებსითი სახელი ან ის რომ ახსოვს რომ აი მითხარ რაღაც რო ცოტა რომ მაგ ხელად რო გეუბნებიან ოჯახში რომ ანუ შენ რაღაც ქვეყანა გქონდა და წაგვართვეს და მე ეროვნული მოძრაობა და ასე შემდეგ მაგრამ მუსიკა იყო ეგ Red Pill თუ რომელიც არის რაფერიც არის რომ ეგეთი რაღაცა ეგ რასაც ყვებიან იქ რაც ტექსტებში ხდება რომელიც ქვეცნობი ვერც ხვდები აი within you or without you 14 წლის teenagers რაპონში უნდა მიხვდე მაგის ტექსტს ხო we were talking about და silence between us all და რაღაც უსმენ და ხვდები რომ აქ რაღაცა ხდება ისეთი რომ შენ ნელ-ნელა მოხვალ აზრზე რა და სტება ისე ეგ ინფორმაცია ხომ მაინც მოდის ტექსტი არ გესმის მეც არ მესმოდა ტექსტები რაღაცა ცალკეული სიტყვებით მაგრამ ეს გადაბმულად არ გესმის ანუ ეს რჩება რა ანუ ეს რჩება ანუ გადმოსვლა სერჟანტ პეპერსიდან მეორე ბილიშის და მე რინგოს ის მაჟორზე ხო with a little help from my friends არ მინორზე ჯდება ხო და აი მაშინ ვერ ხვდები რა მაშინ რაღაცები რო გეხება იცი რაღაცა მონაკვეთებია ის ესე გირტყამს აი რაღაც ან მოგწონს და ვერ ხვდები რა ხდება ანუ და მე იწყებ ამის კითხვას გამეორებას და შიგნით მე რომ აი ეს ხალხი კაცო არტო აქტიურს რაშვებოდა და უცებ აღმოაჩენ რევოლვერს მე ნახავ ძველ ანუ არ ვიცი helps თუ რაღაცას და მე ეს შემოდის და მე ამათგან გადიხეს გაძლევს ბილეთს ხომ არა ჩვენამდე კი რაღაცა ინფორმაცია შემოდიოდა ქვეცნობიერ დონეზე მაგრამ ჩვენთან ნახევარი სურათი ჩანდა ჩვენთან ანუ ტექსტ გულის ხო ხა მე ნირვანას მოსმენა რომ დავიწყე რა ნუ აი გავგიჟდი გადავირია და რაღაცა დოკუმენტურ ფილმს უყურებდი რა VHS-ზე მქონდა და ტიპი ბაზრობს რომ ნუ ნირვანაო რაო ხა დიდი არაფერიო პროსტა კაი ტექსტები აქვთო ანუ შეიძლება რა ტექსტები გავგიჟდი თან მე რო უყურებ რაღაცა გინდა დოკუმენტურ ფილმს ან მე რაღაც რომ მოხვდები მათ სამყაროში ხო მოხვედრილ ვართ ხო რაღაცა პერიოდით აი მაშინ ლონდონში რო ვიყავით უსე ტიპს რო ხვდები რომელიც მუშაობდა ბები როუდზე ბიტლსის რაღაცა ალბომებზე როლინგებთან მუშაობა რაღაცა და ეს ჩვეულებრივი ტიპი დადის ესე ლაპარაკობთ რაღაცა გადიხართ მოსაწევად გარეთ და ერთად ჭამთ თუ რაღაც და მე ვხვდი ეს ხალხი ჩვეულებრივად ესე ცხოვრობს თავისთვის რაღაც ერთმანეთს კისერზე არ ახტებიან და ну თავის საქმეს აკეთებენ ხა ჩვენ რომ მოვყევით რომ აი იმას ისაკეთებდა კომუნიკატორს თუ იქ ხალხ ჩაანწერებს ის თუ ვიღაც ესე ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს იმას რაც მაგრა უნდა რომ გააკეთოს რა და ასე ხდება მე ამბავი ხომ არა იცი რა მე რო თინეიჯერი ვიყავი მეც კომუნიკატორს როგორ უყურებდი იცი და რამოდენიმე თვეში და დავიწყე მუშაობა კომუნიკატორში რა მე ჯერმენად გინდოდა რომ ყველა ყველა რომ მოკრიბებს საერთოდ ყველა ბენდი და ყველამ რო დაუკარით ანუ იმ პერიოდში რა ეგ რამხელა შრომ ანუ რამხელა თავის ტკივილია რომ ჯერ ხა აი ხდაურეკე ხა ამათ კიდე მოილაპა დროზე საუნდჩეკი გაუკეთე ისე ის ვინ გააკეთა გახსოვთ ის მარგარიტა აი ეგ ჩასო პირველი არა მაგას მახსოვს რაღაცნაირად იყო მწვანე ტალღა რადიოს ეგიდით იყო ხო მწვანე ტალღაში მუშაობდი მეც არტ დირექტორი ვიყავით გონი ყველანი მეც ვიყავი არტ დირექტორი ყველა ანუ ნიკო ნერგაძეც მან მუშაობდა ხა იყო ჩვენთან სტუმრად მუშაობდა მე რომ მივედი მაშინ და ნიკოც იყო და სალომეც მუშაობდა ასათიანი და მართლა ანუ კი წვანე ტალღაში მუშაობდა რა ვიცი აი როგორც ასექსი იყო ძალიან ესეთი რაღაც ცენტრი რაღაცნაირი საყვარლობა ბაზა იყო ხო ანუ ადამიანების ის რა
ეგეთი რაღაცებით იქნება. ისე მეც ვიყავი მისული DJ-ობა მინდოდა მწვანე ტალღაში. მე და კოტე კალანდაძე მივედით რა და ჩაწერეთო აუდიო როგორ ბაზრობთო და მოგვიტანესო და ჩავწერეთ მიუტანეთ და ბოდიში კოტე რა რამას რო ყვები ბიჭო მითხრეს რომ კავშირ შენო აგიყვანთო რა მეთქი მაიმინა ესე ვიკაცე რა და მეთქი არა მარტო არ მინდა თქო რა არა ხო ეგეთ ადგილებს აქვს ეხა არ იცოდე კოტემის ეხა გაიგო ხო აუ მაიკ ბენდიც კოტეს ბენდიც რა კარგი იყო აუ ნებესერი მე SPID და კიდე იყო ისა ჰერო მეტი ლედი ჰეროინი ხო აუ რამდენი რაღაცა რამდენი საინტერესო რაღაცა ხა ანუ IGL-ზე რო არაფერი არ ვთქვა რა კარგი იყო პროსტა ეგეთ რაღაცას რო უყურე წარმოიდგინე მე მახსოვს ჩვენი ჩაწერა რაღაც სახალხო რაღაცაა რაღაცა ჩაწერა გვაქვს სადღაც რუსთავიორზე კომუნიკატორის და ისა მუშტო და თან უკრავ ბაკურასთან არა მე ლოლიტების პირველი ვაფშე ძალიან საინტერესო ისტორია მაშინ უკრავდით ნუ მეტალს და სერგი მითხარ რამე ცოტა წნარი და უკრავი ხარ ნუ მეტალიო არ გვინდაო ახალწლსო და ქონდა სიმღერა ჰოლივუდი დაწერილი, მაგრამ მეთქი მე ამ პაპსას მეთქი მე არ ვიყერებ ხო და ვინმეს ვაჩუქებ ხო და ეს პონტი რო გაიშთა მეთქი კაი ხო ამას დაუკრავ ხო და გაგიჟდა ხალხი ამ სიმღერას. კი ბატონო, შენი ეს ტრიშკაც მახსოვს, ანუ ეგ ამბავი იქ ვიღებ და თან რაღაცა და ყველა რაღაცას უკრავ. მაშინ მაშინა, ახსოვს ეგ ჰოლივუდი. არანაირი დუმეტალი, აი ჰოლივუდი დაუკრავ. პროდიუსერს აი სერგი რაღაც ხრა ხედავ აი ხო რაღაცა მითხოვდი. ამ ჰოლივუდთან დაიწყო აი კი ბატონო აქვს ეს ჰოლივუდი რო არ დაგვეკრა შენ და რეაქცია რო ყოფილა ხალხთან ესე არ გავაგზავნე და გააგზავნებდი იმის ჩვენ გაგვიმართა იქ ხალხი ხო იყო დარბაზში რა ტექნიკური რაღაცა ხარვეზი იყო და მოგვიწია ერთი 5 ჯერ ამ ჰოლივუდის დაკვრა რა და ხოზე ყველამ დაიზეპირა კაროჩე რა და უკვე ბოლოს მაგარი პონტი იყო მაგრამ ეგ უკვე ის ლოლიტები იყო რაღაც ფორმით შეჩემა ბიჭო ის ჩვენი ვიდეო გადაღებული ხო მაგრამ ნუ უკვე მე ჯერ მეტალს უკრავდით რა აი ეგ დრო არის რა ეგ ზაფხულში იყო აუ სიროკი არა მაგ დროს არ არის სიროკი არა სიროკი 2004 ის არის 2001 წელი რასაც აჩიკო ამბობს და სიროკი არის 2004 წელი ეს არის მერასაც ვიძახი დასაწყისი აი როდესაც ჩვენ გვაქვს ალბომი გამოშვებული ახალი ჩაწერილიც არ მაგჯერ ახალი არც მახსოვს რას უკრავდით და ალბომი გამოშვებული იყო თუ არა ეს არ მახსოვს შენ მახსოვ ხარ და ბევრი ადამიანი კიდე რა რასაც ხედავ იმეებს რა ქვია რა ადამიანებს საინტერესო ადამიანებს ადგილებს რაღაცა ჯარკვიანი იყო ზუმბა იყო თქვენი ყავი ჩვენ კიდე ბაკურა იყო მაგარი იყო მან ნუ ბავშვები ვარ ჯერ და როგორ იცი დერეფანია რა და ეს დერეფანი ყველა ვარიანტში უნდა გაიაროს არტისტმა სანამ სცენაზე მივა და მე რადგან იქ მუშაობდი კარჩი ჩემი მთელი სამეგობრო იქ იყო და ძირს ვიჯექით იქ აქით იქით ხარეს და ვინმე რო გაივლი და პაპსავი კი ტაშს უკრავდი თითმა და მე ხოზე ხარა და ყველას ესე ტაშს უკრავდა დავცინოდით და ჩარკვიანმა შეერა და ვერც ერთმა ვერ გაბერდა ვერ ხო ძალიან საინტერესო ამბავი იყო საერთოდ აი რო ვიხსენებ გინდა ქართულ ჩანაწერების პერიოდს სანამ სტეპ რეკორდსი დაიწყებოდა რომ ჩვენ წერთ ალბომს მეორეს ამ დროს ირაკლი წერს ამოს და იქ შუალედში ანუ რაღაცა ჩაისვამთ რაღაცას ლაპარაკობთ სულ აუ გიტარა არის ჩასაწერი იქა რაღაცა ჩვენ რაღაცის ქონდა აი ორგანის 78 რატო ქვია მაგ სიმღერას იმიტომ ქვია რომ ჩვენ ქონდა ისა რა ქვია რა ტვინი სეკვენსერი რაღაცა ემუ და საუნდსერქვა ორგანის 78 რაზეც ეძებდა ირაკლი როიპოვა მაგიტომ ქვია მაგ ტრეკს იგი ან იქ გიტარას ეგ არ ვიცოდი მაგრამ მეგონა რომ ეგრეა ხო ანუ გიტარას სადღაც ჩავწერეთ და ისიც რა სულ ვიხსენებ უცებ მოვიდა ირაკლი და რაღაც ახალი რაღაც სიმღერა დავწერეო და სიმღერა და ჩვენ მოვრჩით ჩაწერას ახლა მაგის სესია იწყება და ისედაც იქ ვართ რომ ვრჩებით კი არ მივდივართ სადმე გავართ გვერდით ან წავალთ ან არ წავალთ და იმან გიორგი ასანიშვილმა შეერთა და რაღაც ეს
ერთადერთი კომპრესორი გქონდა რაღაც ნამდვილი თუ რაღაც ისეთი hardware-ი ის ჩართო და ეს იბანეზის ის გქონდა აკუსტიკი ირაკლის და დაიწყო სულს მოგცემ ამის დაკვრა რა. და ის ჩანაწერი რომელიც არის მე თვითონ გააკეთა თავისი ვერსია კიდე სხვა ვერსია მაგრამ აი ის ცოტა ტექსტიც ეშლება თუ რაღაც არის ეგ კი ეგ ჩანაწერი პირველივე თეიქია რა ეხა იქ მე შეიძლება რაღაცა გიორგიმ სადღაც გიტარა ან რაღაცა მაგრამ თან უკრავად ამღეროდა ბევრს ვერცაც შეცვლი ვერაფერს რა პირველივე თეიქზე და ეხა ამოიგინე ეგ მაგვე ის რო ისმენ პირველად რო და ჩუაში და ეხაც რაღაც აქ ტექსტი ხო და აი ძალიან კარგი ის არის ხო რა ეგ ამბავი ეგეთი ეს რაღაცა მახსენდება მათ ჩავწერეთ ჰიმნი გახსოვს ჰიმნი კი ის რო გავაკეთეთ აქვია მე ყველა რო არის რომელ ჰიმნზე იძახი საქართველოს ჰიმნი არის კი კაცო მე და ბერქამ გავაკეთეთ მე გიტარაზე უკრავ არ მღერი კი მანდა ძალიან სასაცილო ისტორიები ახლდა მაქინს მოკლედ იქ რაღაცა მე ჩემთვის მინდა ეს დასკვნა იმას რომ რაღაც მომიწია ორი გუშინაც ჩაწერა და საშასთან ვიყავი რაღაც დაემთხვა და აი ერდა იგივე ნუ გასაგებია რომ შემელიორაციაზე მე არ მკითხავდა არავინ არაფერს და მაინც უფრო ამ მიმართულებით ანა ამაზე არ ვილაპარაკებთ აი როგორი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ დეტალს ან როგორი მნიშვნელობა აქვს მაგას ვიხსენებთ მოგონებებს რაღაცა პირველ ემოციას რომელიც შენ ცხოვრებას ცვლის და შეიძლება არ იცი იმ მომენტში მაგრამ და რაღაც ისეთ ოაზისებს რომლებსაც ქმნიან ადამიანები და განსაკუთრებით დასაფასებელი არიან ადამიანები რომლებიც ქმნიან ისეთ გარემოში რომელიც არ არის თლად მეგობრული და უფრო მტრულია ხო არ გიწყობს ხელს პირიქით ეგ ადამიანები ქმნიან მერე რაღაცას სხვებისთვის мотиваციას და ეს რაღაც ჯაჭვური ეს არის რა ქვია რეაქცია სერჟენტ პეპერსი თქო თუ ახლა გილანი ვახსენეთ მე არ ვიცი გილანი არ ჩემი შეიძლება მოკლედ რა მნიშვნელობა აი ეს პერსონაჟები მე ჩვენში რა გადმოვიდა მე თუ ვიღაცას რაღაც შენ გაუკეთე მე ოფენერი არის და ეს არის ჯაჭვური რეაქცია რომელსაც ქვია ბოლო რაღაცის სიყვარული რა ბოლო ეგა ცეცხლი რომელიც არ გასვენებს ხო აი ეს რაღაცნაირი ის შიგნით რო აი არ გასვენებს რომელსაც მართალი გითხრა ეხა უფრო შევნატრი ძველ ლამპას ვიდრე ეხლა და რა თქმა უნდა ეხლა კიდე სხვა ამბავია ხო მაგრამ მაგასაც თავისი მუღამია ნირვანა იცი რას ნიშნავს ნამდვილი სიტყვა ნირვანა არის ჩამქრალი ცეცხლი ანუ რასაც რისკენაც მიისწრაფის ანუ აი ხარ ნირვანაში ანუ არანაირად ხო და მე შეწვა ხო ნაკურჩხალი მწვადი მე მეგონა ხო რომ ნელ-ნელა რაღაცა ნირვანისკენ მივდიოდით ეხლა რაღაც სანამ პოდკასტს დავიწყებდით და არა ხო და ვაფშე არ არის თუნდაც პირიქით ნირვანა კი არა ვერ ვიტყვი ახლა ის ნაზე მთავრდება სხვადასხვა აი მახარდა სხვადასხვა კომფორტები გაიზ რომ გაზის ერთი მაგარი ისტორია დამოვიწყდა ეგ შენთვის ნუ თქვი მიდი ბარ გლოვერის ბიჭო და რამდენ ბევრი აი საოცარი ამბავია ეგ ჩემთვის აი ეგ რაღაცასთან შეხების აი ამოაზისებთ ანუ გილანი სულთანად იყო წავიდა დაიძინა რაღაცა და ანუ პეისმას დაიძინა და იქ ვართ სასტუმროში და გლოვერი მაგარი ბიძა გამოდგა საკაიფო წავიდეთ ჩემთან ოთახში ავიდეთ რას გავიცანით ერთმანეთ და ავედით იქ რაღაცა ლუდი შმუდი ისა და ვართ 1-4 კაცი ჩვენ 4-5 კაცი და თვითონ რაღაც საკაიფო მუსიკა ჩართო და მე ტელეფონი არ მასვენებს მეორე დღეს იწყება ეს რაღაცა შოუ და რაღაცაზე მირეკავს 1, 2, 3 და ესე გავდივარ აივანზე, იმიტომ რომ რაღაც იქ სასიამოვნო საუბარი მიდის და ლაპარაკობ შემოდიოდა და ერთ-ერთ შემოსვლაზე ამ საუბარში უცებ მონოლოგი აქვს რა ამას ბატონ როჯერს და ისა და ეგეთ წინადადებაზე შემოვედი რომ აუ მაგას თავს ვარიდებდით სულ
იძახის რაღაც მაგ დროს თავს ვარიდებდით მე და ჯონი გამუდმებით, იმიტომ რომ რაღაც აი ფესტივალზე ვიყავით მახსოვს, აი რაღაც ეგეთ რაღაცა სიტყვება და ბოლოს ცოტა უფრო ნარცისიზმში გადაიჭრა და სახიფათო გახდა თავის გარემოსთვისაც და ჩვენ რაღაცნაირად ბოლოს აი კი ეხარა არა და ძალიან როგორ ძალიან მიყვარს და მიყვარდა და დიდ პატივისცემენ და უკაცრავად მეოთხე შემოვედი და ვინ და თქვენ და ჯონი რომელი ჯონი და ვის არიდებდით თავს და მორისონსო რა ჯონი მე და ჯონ ლენონიო შენი და ხო იმიტომ რომ ის ხანა კარგი და ფესტივალებზე ვარიდებდით თავს როგორც ახლა ჩვენ რო ვიხსენებთ ახლა იმას რაღაც ამბავს ბოდიში შედარებისთვის მაგრამ ამას ყვება ჩვეულებად კი არ მარიაჟობს ახლა რა მოსა просто ყვება თავის ცხოვრების ამბავს რომ რაღაც როგორ და ლენონი ემალებოდნენ მორისონს რა არის ცუდი იმაში რომ წააკეთებ ეგეთ რაღაც რომ ხელმძღვანელობ ამ ფესტივალს აი ხა ეს ნიუანსები ჩვენ რითიც ვერთობით რომ მივდივართ ფესტივალზე და აი დეტალებს რაღაც ნიუანსებს აი ესეთი რაღაცების ორგანიზატორი ხო მაზავ მაგას რასნია ანუ სულ ჩარტ აი ხა თუნდაც ტელეფონზე ლაპარაკობ სულ რაღაცას ამას უყურებდი ბექსტეიჯზე იმინა დარბოდა და ვიღაც ცეცხლებს აქრობდა ძალიან ის არის ხო ის არის ურდალი რამე ეს ეგეთი რაღაც საორგანიზაციოების რომ იქ თავარს მაზავ იცი რამდენჯერ მინატრია ორი რაღაცა რომ საქართველოში ჩამოვიდე ტურისტად პირველად აი შემოვიდე და აი ეს ყველაფერი მწვანე ოთახს მოусმი და იქ თქვა ოფენერზეც მოვიდე თქვა სტუმრად რა არის კაი გაგულია თითი აგვიწია მე მგონი შეგვიძლია დავამთავროთ ძალიან გაასწორე